მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად გვყავს ბატონი ლევან მამალაძე. ლევან, მოგესალმები. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და მსმენელებს, მივესალმებით მთლიანად ჩვენი ემიგრაცია, რომელიც არის შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებში და დიდი სიყვარულით მოგიგითხავდა ძალიან სიამოვნებს, რომ თქვენთან კონტაქტის საშუალება, ანუ სამშობლოსთან ხაზი არსებობს და კომუნიკაცია არსებობს, ძალიან ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნამდვილად. ერთ-ერთი ნამდვილად ერთ-ერთი ხაზი ეს არის. ლევან, ბუნებრივია ჩვენი საუბრის თემა იქნება ირანი და ირანის გარშემო შექმნილი სიტუაცია. ეხლა ფაქტების კონსტატაციაზე დროს ნუ დავკარგოთ, ეს ყველა მიცის. მე და ჩემს მსმენელს გვაინტერესებს შენი ანალიზი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დავიწყოთ ყველაზე რთული მომენტით. აიათოლას მკვლელობა და რა შეიძლება ამას მოყვეს. ერთი ვარაუდი იყო, მე პირადად ამაზე ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ამ ირანის სამხედრო კამპანიის პირველი ნაწილი ყოფილიყო ის, რომ ასე ვთქვათ, პირველი გამარჯვება ჩათვლილიყო ამერიკელებისთვის, რომ იდეური მოძღვარი, იდეური მამა მოუკლეს და ეხლა დაიწყებოდა დეზინტეგრაციის პროცესი, მაგრამ როგორც ხედავთ უკვე დღეს, ხო, დეზინტეგრაციის პროცესის მსგავსი არაფერი არ ხდება, პირიქით მე მგონი ერი უფრო შეკრულია და რას ფიქრობ, რა მოყვება ამ აიათოლას მკვლელობას. არის ეჭვი, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ შენ სანამ პასუხს გაცემ, რომ მიძინებული კერები. ეხლა გაისმის, რომ შესაძლოა ახალმა სულიერმა მამამ ჯიჰადიც კი გამოაცხადესო და რა შეიძლება რომ მივიღოთ ამ ყველაფრის შესახებ. მინდა თქვა, რომ საერთოდ პროცესი არის ძნელად პროგნოზირებადი და საკმაოდ რთული. საქმე იმაშია, რომ იგი უფრო ამერიკელმა სმენელებმა, რომელიც თქვენთან ესე იგი, რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ესე იგი უკავშირდება ირანის თემებს, ეს არის საკმაოდ რთული საკითხები, ძნელად პროგნოზირებადი, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით დაიწყო აბსოლუტურად სხვა პროცესების შექმნა მსოფლიოში. მოდი ავიღოთ მოცემულობად ის, რომ საერთაშორისო რამე კანონმდებლობა, რაღაცა წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა, ის მოშლილი არის, არავის არ ქონდეს იმის ილუზია, რომ ეხლა რაღაცა შეიკრიბება, იქ გაერო, იქ დაიწყებენ რაღაც რეზოლუციების განხილვას და დატოქსავენ შეერთებულ შტატებს და ეს თემები აღარ მუშაობს, არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. აქტიურად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საიდანაც შეერთებული შტატები 68-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოვიდა და ვთქვათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის ატარებს რაღაცა მხოლოდ შეხვედრების ფორმატს. რაიმე ძალა, რაიმე დატვირთვა თვითონ გაეროს თემას არ აქვს. ამიტომ მსოფლიო იმდენად შეცვლილია, რომ მხოლოდ ძალის დემონსტრირება არის მთავარი ბერკეტი, რომელიც ახლა გამოიყენება. მე ამას დავარქმევდი ხა სანამ გადავალ კონკრეტულზე, მინდა რომ მსმენელებმა ეს კარგად გაიგონ, ჩვენი პარადიგმა, ჩვენი ცივილიზაციისა, ქვის ხანიდან დაწყებული, როცა ქვის კომპლექს იქნებდნენ ხალხი და დომინაცია უნდა მიეღწია ერთ ჯგუფს მეორეზე, ერთ ტომს მეორეზე, ერთ ერს მეორეზე, მე შემდგომ სახელმწიფოს სხვაზე იმპერიებს გავლენა მოეხსნა და შემდეგ. დღეს ახლა თქვა ამ კომბლის ნაცვლად რაკეტებს იქნებენ, ხო? ამიტომ ჩვენ შინაარსით ქვის დონის დონეზე ვარ დარჩენილი, ეს მინდა აღვნიშნო რომ ვიცოდეთ. მაგრამ ეს რეალობა, ჩვენ ამ რეალობას უნდა შესაბამისი შესფასებას გავუკეთოთ და თქვათ რა შეიძლება მოხდეს და ვიცოდეთ გარკვეული მოდელირების საფუძველზე გამომდინარე პროგნოზები რა შეიძლება, რა სცენარები განვითარდება. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი თემა, რაც მინდა კარგად გაიგოს მსმენელმა, რომ რატო აკეთებს ამას ამერიკა? ხო ჩდება კითხვა. ძალიან მარტივი, ხა შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ მარტივ კითხვაზე ვერ გავცეთ პასუხი. რატო აკეთებს ამას დონალდ ტრამპი? რა სჭირდებოდა მას, თქვათ, იგივე ამ მთელი რაღაც მანიპულაციების განხორციელება ვენესუელის მიმართ, შემდგომ იქ წამოწევა რაღაც თემების, იგივე გრენლანდია, ასე შემდეგ და აქ ირანთან მოლაპარაკების ერთი რაუნდი, მეორე რაუნდი და ეხლა დაიწყო ომი.
ხალხს უსმენ მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი იყო, ხო გახსოვთ? თან მოლაპარაკებების დროს იწევს ომს, აი ეს არის უცნაური რა. ხო. ესე იგი აქ რაზე გვაქვს ჩვენს საუბარი? აი დავაკვირდით. ესე იგი ამერიკის აქ ხო ინტერესები არის, ხო ეს ხო არ არის უბრალოდ დონალდ ტრამპი ადგა და თავის ადმინისტრაციას და გადაწყვეტა რომ მოდი ეხლა შევუტიოთ იმას, რა ქვია, ვენესუელას, მერე ირანს და ასე შემდეგ. ეს არ ხდება. აქ არის ძალიან საინტერესო გათვლა. ერთი რამ მინდა გითხრათ, დონალდ ტრამპი თავისი შინაარსი ძალიან საინტერესო კრეატიული პიროვნება არის. რატო არის, იცით? აი ხა რო ავიღოთ სხვა ლიდერები, იგივე პუტინი და სი ჯენპინი, ხო? ესენი სისტემური ისენი არიან ტიპაჟები რა, აი თქვათ, თავისი მიდგომები. მათი მოქმედების გათვლა ბევრად ადვილი არის. ანუ იმ ჩარჩოებში, რაშიც მოქმედებენ ეს ლიდერები, რომელიც მე აღვნიშნე, ხო? მათი გათვლა არის უფრო მარტივი. დონალდ ტრამპი ერთი ძახის, მეორეს ფიქრობს, მესამეს აკეთებს. ეხლა ზოგი ამას რას უძახის, ზოგი უძახის რომ აი რაღაცა ხედავ ეს შოუმენია, კლოუნია, არ არის ესე. ეს არის სწორი გათვლა, რომ შენმა მოწინააღმდეგემ თუ პარტნიორმა ვერ გაიგოს შენ რას გააკეთებ. ამაში ძალა. ამას ვადარებ ხა არ მინდა დიდი ფილოსოფია მოყვე, ვინც გარკვეულია კვანტურ ფიზიკაში, სუპერპოზიცია. ანუ არც ტალღა ხარ და არც კორპუსკულა, ორივე ერთად ხარ. ტრამპი ამას აკეთებს და მერე უცბად ხდება კოლაფსი და კოლაფსი გამოიხატება, თქვათ, დაბომბვაში და მადუროს მოტაცებაში ვენესუელაში და შემდგომ, თქვათ, დღეს რაც მოხდა, 2 დღის წინ რაც მოხდა, იგივე ირანში, ხო? აი ეს საინტერესო მიდგომა, ამას ბევრი ვერ იყენებს, ეს ახალ მიდგომას დავარქმევდი მე, რასაც ტრამპი აკეთებს დღეს. ეს არის რაღაცა ისეთი სუპერპოზიციის მდგომარეობაში ყოფნა, რომელსაც ვერ გაიგებ. ერთდროულად ყველაფერიც არის, მშვიდობაც არის, მოლაპარაკებაც არის, ომიც არის, ყველაფერი ერთდროულად არის და ამ დროს ერთი რაღაცა მიმართულება, აი მოხდება ყველაფრის კოლაფსი და ერთი მიმართულება ვითარდება. ნუ ეხლა ეს ისე ცოტა ისე შეიძლება რთულად ავხსენი, მაგრამ მეგონი პირიქით გასაგებად. ხო, მიდგომას დავაკვირდეთ, ესეთ მიდგომას არავინ არ იყენებს. ამ რომელი ლიდერი, ვერც ერთი ლიდერი ესეთ მიდგომას არ იყენებს. ანუ პროცესი დაბნეულობაში შეყვანს, გაურკვევლობაში შეყვანს. ყველაფერია ერთდროულად და მე ერთს აკეთებს. კი ბატონო, მოდით ესე დავუდგეთ, რატომ აკეთებს? მარტივი კითხვა. რაც იგივე ამერიკელებს უნდა აინტერესებს, რატო აკეთებს ამას ტრამპი, რაშია? ესე იგი, თუ კი ავიღებთ ჩვენ რაზე დგას ამერიკის ეკონომიკა, ყველაფერი ხო ინტერესებიდან გამომდინარეა, ხო? ამერიკის ეკონომიკა არ ადგას ამერიკის ეკონომიკაზე თვითონ. ამერიკის მთლიანად ეს ეკონომიკური პოლიტიკა არ დგას ამერიკის ეკონომიკაზე. ამერიკის პოლიტიკური ეკონომიკა დგას მსოფლიო ეკონომიკის მართვაზე და იქედან მიღებულ შემოსავლებზე. ეს სხვადასხვა მეორე მსოფლიო ომის დროს წავიდა, როცა ოქროს გადათვლას, ოქროს ბაზის, რომელიც გაიანგარიშებოდა ვალუტაზე და ეკონომიკის შეფასებაზე, ისე მოიშალა და ეს ყველაფერი გადავიდა ვირტუალურ პროცესებზე. ვირტუალური რაში მდგომარეობს? ამერიკამ შეძლო მთელ მსოფლიოს ენერგომაწარებლებიდან ნავთობი ევაჭრა დოლარზე. მისი სიძლიერე ამაში გამოიხატებოდა. ეს ხო მოიშალა. ამ ხრის განმავლობაში ჩინეთის გაძლიერებით, თქვათ, როგორც ფინანსური მონსტრის, რუსეთის როგორც სამხედრო მანქანის, მოდი ესე დავარქვათ, ხო, ფინანსური ის არ არის სამხედროსი. ეს ავიღოთ. ამათმა ბრიქსის შექმნით და ასე შემდეგ, ვაჭრობა ნავთობზე გადაიყვანეს იუანებში ძირითადად და იგივე თავიანთ ვალუტებში. იგივე ირანი მაგალითად დოლარებში კი არ ვაჭრობდა, იუანში ვაჭრობდა. არაბეთის ქვეყნების, საუდების და ემირატების და კატარის, ხო? ჩინეთთან ვაჭრობაში იუანით ხდებოდა ვაჭრობა. რუსეთი, რომელიც ამხელა საზღვარი აქვს ჩინეთთან, იუანით ხდებოდა. ეს ამერიკას აზიანებს და რო ავიღოთ ამერიკის, ესე იგი, შიდა ეროვნული პროდუქტი და ვალი 5-ჯერ აღემატება ამერიკის შიდა ეროვნულ პროდუქტს. ეს არის აი დიდი ბუშტი, რომელიც შეიძლება გასკდეს და ეხლა უნდა ვინმე ეს რო გასკდეს. ეხლა ტრამპს უნდა ეს რო გააკეთოს. აი მოდი ესე ვთქვა, თქვენ რო იყო ტრამპის ადგილად, რას იფიქრებთ? ანუ შენ ხარ სამხედრო მანქანა, ფინანსური ყველაზე დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, შეერთებული შტატები. რომელიმე თქვენთაგანი რო იყო პირველად, რას იფიქრებს? ვინ არიან ესენი, მე რო კონტროლი მქონდა ამ ნავთობპროდუქტებზე და ნავთობით ვაჭრობაზე, ეს უნდა დავთმო და პრობლემა შევიქმნა, ამას ხო არ დათმობს. ამას ნაბიჯ აკეთებს ტრამპი. ვერავინ ვერ შეძლოს სხვათა შორის.
ყველა სხვა წინა მორბედი ვინც იყვნენ, ისე რაღაცას манипуლირებდნენ, რაღაცა თამაში იყო, ევროპა ათამაშებდა თუ ისრაელი ათამაშებდა და ამ ამოცანას არ ემსახურებოდნენ. ტრამპმა ძალიან ჭკვიანურად გააკეთა. ყურადღება ჯერ გრენლანდიაზე გადაიტანა, ეგერ გვერდით იმაზე გადაიტანა, კანადაზე, ეგერ კუბა კიდე მოწყვლეული ერთ კუთხეში რო ითქვიან და ვენესუელის საკითხი გადაწყვიტა, ხედავთ რამდენი ასეულობით მილიონი თქვათ ვაჭრობა მიდის ვენესუელის ნავთობის დოლარში. და ისე გააკეთა, რომ კი არ შევიდა იქ, კი არ ებრძვის, იყავით, გინდათ იყავით ეს რეჟიმი, იყავით. ჩემი თავარი ამოცანა არის, რომ თქვენ მომეცით პირობა, რომ ივაჭრებთ დოლარში. ეს მიაღწია. ეხლა ძალიან საინტერესო თემა იმასთან, რა ქვია, ირანთან. ირანთან ამას ვერ მიაღწია. იმიტომ ვერ მიაღწია, რომ იქ სერიოზული გავლენები აქვს ჩინეთის ეკონომიკას, ჩინეთის ერთ-ერთი რუსეთთან ერთად ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი არის ჩინეთისთვის ნავთობის ირანი, ხო? და მაგ არ დათმო ეს, იმიტომ რომ ირანი პირდება დახმარებას რუსეთთან ერთად და ასე შემდეგ. ამიტომ მას რა ჭირდება? მან ძალა უნდა უჩვენოს. უნდა უჩვენოს ძალა, რომ მოიყვანოს ასე სულ არ აინტერესებს იქ ვინ შეიცვლება და რომელი იმიანი წვერებიანი იმას დაიძახებს იქ თავის რელიგიურ რაღაც გამონათქვამებს, ხო? მე არ აინტერესებს. თუმცა რაღაც ეს უფრო შეიძლება ისრაელს აინტერესებს. ამერიკის მთავარი არის აკონტროლოს ნავთობით ვაჭრობა. მიაღწევს თუ არა ამას, ხო? აი ახლა მოდი ამას შევხედოთ. ხა რა გვაქვს რეალობა, ხო? აი თავარი რა არის? გავიგოთ რა არის? შინაარსი არის, რომ რა ინტერესი აქვს შეერთებულ შტატებს, ეხლა ვთქვათ რა ინტერესი აქვს მეორე ისრაელს. ორი ძირითადი მოთამაშეა ამ მომენტში. დანარჩენი ეს ფონური მოძრაობებია იგივე არაბული ქვეყნები და ასე შემდეგ. ესე იგი ისრაელის მომენტი რა არის? ისრაელისთვის ეს არის სასიცოცხლო მიმართულება, რომელიც პირდაპირ იმტერი, რომელიც ებრძვის ისრაელის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში, რომელიც პირდაპირ კონკურენციას უწევს სამხედრო ძალით, იგივე ტერორისტული რაღაცა ქმედებები და ასე შემდეგ, ეს არის ირანი. ირანმა შექმნა იქ ჰეზბოლა, გაზას სექტორში ის ხამასი და ასე სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც აფინანსებს იქეთ არაბეთის ქვემოთ იემენში ხუსიტების თელი დაჯგუფება. ეს ყველაფერი ირანული მმართველობის თემებია, სირიაში თავისი ჯგუფები გააჩნია და ლიბანში, ხო, როგორც თქვით. ამიტომ ისრაელისთვის ეს არის წინააღმდეგობის გარკვეული ხაზი. ადრე თუ მას წინააღმდეგობის ხაზი ქონდა, მე ვიძახი ერთი 40-50 წლის წინამდელ პერიოდს, ეს იყო ხაზი გადიოდა ეგვიპტესთან, ამან ყველაფერმა სახე იცვალა და დღეს მისთვის აი მოპირდაპირე მხარე, საწინააღმდეგო სამტრო მხარე, ეს არის ირანი. და ამიტომ მანამდეც ეს დარტყმები მიმდინარეობდა. ამიტომ ირანისთვის თავარი რა არის, რომ ეს მისი, ვთქვათ, საფრთხე გაანადგუროს. ირანმა ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით შეძლო, რომ ამერიკა გამოეყენებინა ამ შემთხვევაში, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირია, რაც კი ვერ გამოიყენა, ამერიკას აწყობდა ეს, რაც გითხარით, მისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თორე რო არ აწყობდეს ახლა ვიღაცის სათამაშოდ, ამერიკა თავს არ გაიხდიდა ნამდვილად. ამიტომ აქ დაემთხვა ინტერესები, ძალიან დიდი სადაზებო ქსელი აქვს ისრაელს, უძლიერესი სადაზებო ქსელი, რომელიც შიგნით ირანში მუშაობს. მას აკავთ იმდენი ხალხი, კაც მარიცით, რომელი გენერალი, რამდენიმე პაგონიანი ირანის ხელმძღვანელობიდან ვინ მუშაობს ვინზე. და საიდან გაიგეს კიდე სულ ესეთ კითხვას ვამბი, პირველი ვინც გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა აეთოლა ხომენეი, რომელიც იყო მათი ხელმძღვანელი ამ ირანის სახელმწიფოს, ხო? გამოვიდა და იძახის ის რა ქვია, ისრაელი. საიდან იცოდნენ? ხალხი იმაში ბუნკერში ყავდა ჩაყვანილი, ამ დროს რაღაც დაეცა ეს ბომბი, დაიხოცა და პირველი ისრაელი აცხადებს. საიდან? ანუ ეს კიდევ ერთხელ მეტყველობს, რომ აქ საკმაოდ სერიოზული ქსელი აქვს გაკეთებული და მინდა გითხრათ, რომ ამის მაჩვენებელი იყო კიდევ იანვარში, როცა გამოსვლები დაიწყო, ფეხლები გამოდიოდა ეს ირანის შახის შვილი, რომელიც შეერთებულ შტატებშია, უყურებდით ალბათ და მოუწოდებდა, რომ მოდით, გამოდით და ამხეთ ეს ქვეყანა და ეხლა წარმოიდგინეთ, საიდან გაჩნდა ისრაელის დროშები, რომელიც ირანის მტერია, ირანის ქუჩებში. ცეცხლის დანთება, დაწვა, სროლა, დახოცვა და მე ვთვლი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო ისრაელისა და ამერიკის მხრიდან, ეს აი ტალღა, რომელიც აგვე, რატომ მათ გაშიფრეს თავისი აგენტურა
და ფაქტურად დაახოცინეს ამ აეთოლების ხელისუფლებას, რამხელა რეპრესიები განახორციელეს. აი ეხლა რომ გამოსულიყო ის ხალხი, ის უფრო ბევრ დისონანსს შეიტანდა, აი ამ დაბომბვის და აი მართლა საომარი მდგომარეობის პირობებში. მე ამას იმით კი არ ვაწახები, ვინ არის კარგი მართალი და რატომ არის ეს, ხო? მე ვამბობ, თვითონ მოქმედების პროცესში რა იკვეთება. ამიტომ მათ შეცდომა დაუშვეს და მათ აგენტურა გააშიფრინეს, დაახოცინეს და ეხლა იმდენი ხალხი არ აყავთ რომ ქუჩაში გამოიყვანონ. ხო, შედეგი ვერ დადეს მაშინ. ხო, შედეგი ვერ დადეს. აი ეს ხალხი რო ყოლოდა, დიდი შეცდომა დაუშვეს, მათი ამ სპეცსამსახურების დიდი შეცდომა. ეხლა ეს რო აფეთქებულიყო, ეს დიდ დისონანსს შეიტანდა. პირიქით, მისცეს საშუალება ირანის რელიგიურ ხელისუფლებას დაეხოცათ ეს ხალხი, დაახოცეს კიდევ, დაიჭირეს და დიდი რეპრესიები გაატარეს. აი ეხლა ამას რატომ ვამბობ? დღევანდელ ვითარებაში ხომ რა შეიძლება მოყვეს შედეგი? შეერთებული შტატები რას ელოდება? დაბომბეს ისრაელთან ერთად სხვადასხვა წერტილოვანი დარტყმები მიაყვენეს. ამ წერტილოვანს რა თქმა უნდა რაღაც ყოველთვის ვერ გათვლის ზუსტად და მოყვება ეს სამშვიდობო პირების დახოცვა, სამოქალაქო ადამიანების მასიური გაჟლეტა, ის სკოლებს მოხდა ასე შემდეგ. ამან გამოიწვია ტალღა გამოიწვია დიდი უკმაყოფილებისა, როცა სამხედრო ობიექტებს ან აი თქვათ იგივე ბირთვული რაღაც მაგათ რო აქვთ ეს პროგრამის ობიექტებს კი არ მაგით კი არ შემოიფარგლენ, მოხდა ასევე სამოქალაქო ობიექტებს და ხალხი დაიხოცა. ამან ერთი ტალღა გამოიწვია. მეორე ხა ზოგს როგორ აიცი, ხა მე ჩემ თავსაც ხანდახან უსვენ კითხვას, რომ მე ხა სულაც არ მომწონს რელიგიური მართლობითი სისტემა, დოგმებით მართლობა, ეს ჩემი განცდა არის, მაგრამ ამ განცდაში ეხლა შეხედეთ ირანელი რას ფიქრობს, ხო? არის ხა ზოგიერთი ახალგაზრდა მას არ მოსწონს, მაგრამ მასიურად მათთვის ეს იყო მათი სახელმწიფო, მათი სამშობლო. იმ აიათოლასთან ხომენეი, რომელიც ესე იგი მოკვდა თავის ოჯახთან ფაქტიურად ერთად 40 კაცი მოკვდა და იქ მისი ოჯახიც იყო და ბევრი გენერალი, ხო? ისინი აღიქვამენ, რომ ეს დიდი დარტყმა მიაყენეს და აი რაღაც გულში რომ გულს დატკენენ და დიდ შეურაცხყოფას მოგაყენენ, ესეთი რაღაც ესე აღიქვა ირანელები. ვადარებდი კადრებს, სხვათა შორის, ეხლა ინფორმაცია შეზღუდულია, რა ხდებოდა ქუჩებში და იყო თუ არა საპროტესტო თემა. ანუ იანვარში საპროტესტო თემა ძალიან დიდ აღმავლობაზე დიდი ტალღა იყო და ეხლა საპროტესტო კი არ არის, უფრო რაღაც კონსოლიდაციის ელემენტებს უფრო ხედავ. ანუ პირიქით წავიდა ეს. ესეც გათვლათ, ესეთ არასწორ გათვლათ მიმაჩნია იგივე ისრაელისა და შეერთებული შტატების თქვათ სპეცსამსახურების. ეხლა შევხედოთ რა შეიძლება ამას მოყვეთ. აი სცენარები უნდა ავიღოთ, ხო? აქ არის მოთამაშე. ვინ არის ეხლა მოთამაშე? ეს არის ძირითადი მოთამაშეები, ეს არის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა და ისრაელი. მეორე მხარე ეს არის ირანთან ერთად, რომელსაც ღია თუ ფარულად მხარს უჭერს რუსეთი და ჩინეთი. ჩინეთს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული. რუსეთს არ აქვს თქვათ შორის. ეს რაღაც კონკრეტული კონტრაქტები აქვს დიარაბის მიწოდებაზე, მაგრამ ისე რაღაც სტრატეგიული არ აქვს. ხო, ჩინეთთან არის ეს გაფორმებული. ამიტომ როგორც ესე იგი არის ინფორმაცია, ჩინეთმა რაღაც იარაღები მაგას მიაწოდა, ფარულად მიაწოდა, ვერ შეამჩნიეს. ესეთი ინფორმაციაც იყო სხვათა შორის, რომ ისეთი რაღაც იარაღი მიაწოდეს, რომ კოსმოსიდან შტატების ეს თანამგზავრები რო აკვირდებოდნენ, რაღაც ისეთი ტალღები გაუშვეს, რომ გაქრავის ინფორმაცია. ანუ დანახვის საშუალებაც გაქრა. ესეთი არა, უყურეთ როგორი თემა არის. ეხლა ამას იმიტომ ვიცახე, ამას უნდა ველოდოთ ჩვენ რა შეიძლება მოხდეს. მეორე არის ინფორმაცია, რომ ეს 400 რუსეთმა მიაწოდა და რაღაცა ეხლა ამთავრებენ მის აი მონტაჟს. ეს 400 სერიოზული იარაღია, რომელიც ძალიან სერიოზულია ჰიპერ ესე იგი ბგერით იმებსაც. პატრიოტზე მაგარია ბევრად. ხო, პატრიოტი უფრო ძველია, ეს 400 უკვე პატრიოტი და ეს 300 თითქმის ერთნაირია, ეს 400 რუსული უფრო მოდერნიზებული არის. ეს მომენტი. ეხლა შევხედოთ ირანს დაუბომბეს ზოგიერთი ობიექტი და ზიანი მიაყენეს, რა გააკეთა ირანმა. ირანმა დაარტყა ამერიკის სამხედრო ბაზებს, რომელიც ბაჰრეინში, კატარში, არაბეთის ნახევარკუნძულზეა განლაგებული, მაგრამ აქ ერთი მომენტია, იცოდნენ ეს და ფასეულობები ამერიკელებმა გაიტანეს იქიდან.
ეხლა ისეც უნდა ვიცოდეთ, ირანმა რომ დაარტყა ბაზებს, იქ რაიმე ზიანი, შენობა დაინგრა, შენობას ააშენებენ და იქ რომ რაღაცა სამხედრო გაყვანილი ყავდათ ლევა. ტოტალი ძალაც გაყვანილია და ფასეულობები გატანილი აქვს. ანუ ეს სერიოზული შეიარაღება, რომელიც ყოფილიყო. ისე რომ სამხედრო ბაზებზე დარტყმამ რაიმე ისეთი ზიანი ვერ მიაყენა. მაგრამ ზიანი მიაყენა მეორე მიმართული. ეხლა როგორც არის ინფორმაცია, დუბაიში მოხდა ისეთ ადგილას, იქ რაღაც შენობებსაც მოხდა, სადაც ეს CIA-ს და სამხედრო დაზვერვის ამერიკული სამსახური იმყოფებოდა. ასევე ეხლა არ ამბობენ მაგას ისრაელთან, მაგრამ ნუ ცელდება შენ ეხლა დაზუსტე ხო იცით როგორ არის დეზინფორმაცია საომარი მოქმედების დროს და არის თქვა ინფორმაცია და ამის ეხლა კონკრეტულად დასაბუთება რომელია სწორი არა ცოტა ძნელია მაგრამ რაღაცა გამოგვა ხო აქედან არის ეხლა ისრაელი უარყოფს ამას მაგრამ ამბობენ რომ სერიოზული დარტყმა მიაყენეს ატომური ესე იგი მართვის ცენტრს ისრაელში სერიოზული დარტყმა მიაყენეს გარდა იმისა რომ ზოგიერთ ადგილას ეს ცეცხლი გასდა და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ახლა უნდა ველოდოთ რა იქნება შემდგომი. და შემდგომი რა უნდა იყოს? იცით ეს რაკეტების ამდენი არავის არ აქვს. ამერიკასაც არ აქვს მაგდენი, უკრაინას ამდენი მიაწოდეთ რომ თვითონ აღარ დარჩა თავისთვის ამდენი ეს რაკეტები. ისრაელსაც შეზღუდულია. ჯერ მაგათი ეს რაცვითი მექანიზმები ხოლგას რო ეძახიან, ხო იქ უამრავი რაკეტული სისტემა ბევრი გამოიყენეს, გაუფუძნათ. თან პრობლემა რა არის, იცით, ორივე მხარესთვის, აი ბრძოლა როგორ მიდის. ბალისტიკური რაკეტა რო ერთი ორი მიფრინავს, რომელიც ძალიან ძვირია. იმას მოყვება ასეულობით დრონი. და აიგივე პეტრიოტი რო ისროლო და ჩამოაგდო ბალისტიკური რაკეტა ამ დრონებს ვერ აგდებ. ე რო ხოვთებით როგორია, შეიძლება 50 ჩამოაგდო 50 მოფრინდება. აი ძალიან დიდი სირთულე აქვს. ეხლა ისრაელს აქვს იმას უпростоრად ირანს აქვს სუსტი გარემოება, იმიტომ რომ ხაერ საწინააღმდეგო სისტემები მოშლილი აქვს და თვითმფრინავები შედიან. ისრაელს F-35 ყავს, რომელსაც შედიან და წერტილოვან დარტყმებს აყენებენ. მაგრამ ეხლა შეიძლება შეიცვალოს ეს 400 რუსული თუ იქ გამოჩნდა, ისინი ვეღარ შევლინენ. ეგ ამორიცხულია. ამიტომ უნდა ვნახოთ ეხლა აქ როგორ აიცით არის ეს აწონ-დაწონა პოტენციალების და მეორე თვითონ ირანში შიგნით რა მოხდება. თუ კი ისრაელმა და ამერიკამ ერთდროულად თავისი აგენტურული ქსელების მეშვეობით ირანის საზოგადოება ვერ გახლიჩეს, ეს ომი გაიწელება და ეს არ დამთავრდება ესე. სამხედრო სახმელეთო ოპერაციის ჩატარება საკმაოდ ძნელია. ამერიკა არ ამგონია რომ ტრამპმა ისეთი შეცდომა დაუშვას, რომ მან გადასხას თავისი არმია და შეიყვანოს ირანის ტერიტორიაზე. ეს იქნება გამეორება ვიეტნამის. ეს აწყობს ჩინეთსაც, ეს აწყობს რუსეთსაც. ეს თუ დაიწყო, იმისი ლეგალური მხარდაჭერა წავა. ლეგალური მხარდაჭერა, თან ეს წარმოიდგინეთ ფასები ავარდება, რუსეთს ძალიან აინტერესებს ფასებისა, უკვე ავარდა. ორმუზის გასასვლელი ფაქტიურად ჩაკეტილია და აი ახლა არის როგორ იცი გაურკვეველი სიტუაცია, საით გადაიწონება ეს სიტუაცია, ეს ამბავი რა. ამიტომ უნდა ველოდოთ თუ კი გახლეჩვა შევიდა ირანის საზოგადოებაში, ეს რა თქმა უნდა, მაშინ ამერიკის ოპერაციის სასარგებლოდ განვითარდება სიტუაცია. თუ კი ეს გახლეჩვა არ შევიდა, მაშინ ეს ომი უფრო გაიწელება. ან ტრამპი ადგება და დაუყენებს ულტიმატუმს, როგორც გეუბნებით, რომ ივაჭრეთ დოლარზე და ამით შემოიფარგლეთ. თუმცა ისრაელის ინტერესი ცოტა სიღრმისეული. მას ჭირდება ისრაელისთვის, ეს არის მათი უსაფრთხოების ნაწილი, რომ აი ეს რელიგიური მართლობითი სისტემა ირანში მოიშალოს. და ტრამპის ინტერესი ეს არ არის, ეს უნდა ვიცოდეთ რა. ეს აი ისრაელს უპერს ანგარიშს, იმიტომ ამბობს, რომ ტრამპის ინტერესი არის, რომ აიძულოს ირანი ივაჭროს დოლარით. აი მისი ეგზისტენციალური ინტერესი არის ეს. ამიტომ არ უნდა აგვერეხო ყველას ესე ღიად არ ამბობენ, მაგრამ შინაარსობრივად არის ეს გარემოება. ახლა ჩვენ გადმოვიდეთ აქეთ, აი ჩვენ კავკასიაში, ხო? ერთი თქვენ მე კითხვა დამისვით, იქნება თუ არა ტოლვილების ტალღა და საიდან წამოვიდა. თურქმენეთის მიმართულება გეთანხმებით, რომ არა, ის რა უნდათ ახლა თურქმენეთში რომ წავიდნენ, რას გააკეთებდნენ. ეს ტოლვილთა ტალღა თუ მოხდა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შიდა ეროვნული დაპირისპირება და დაჯახება გაღრმავდება ირანში. მაშინ მოხდება ტოლვილების ტალღების წამოსვლა. ეს არის სომხეთისა და რა თქმა უნდა აზერბაიჯანის მიმართულებით.
ეხლა სომხეთს საზღვარი დაკეტილი არ აქვს. აზერბაიჯანს საზღვარი დაკეტილი აქვს. არავინ არ დადის, მარტო სათვირთო მანქანები დადის. აზერბაიჯანს ჩვენთანაც დაკეტილი აქვს. საერთოდ რუსეთთან ყველგან მარტო მოძრაობს ეს სათვირთო ფურები და ეს ტრაილერები. რაც გააკეთებენ აზერბაიჯანელები ჩვენ არ ვიცით და მათ თავისი ესე იგი განწყობილებები აქვს და ტოლვილების ტალღა თუ წამოვიდა მე ცოტა ხანში დაუბრუნდები მაგას ბოლომდე ეხლა არ გავცემ ბავშვს, მაგრამ მე მინდა რა კონტექსტში განვიხილოთ ჩვენ ვთქვათ ირანში მიმდინარე პროცესები, რაც სპარსეთის ყურეში ამხელა ძალები და ავიამზიდები არის შეყვანილი და საომარი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს და რა ხდება ჩვენთან სამხრეთ კავკასიაში. და აქ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება. შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენთან კავკასიაში. აი კავკასიის გულისხმობ ეს არის სამი ქვეყანა, ხო? საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. ადრეთო რუსეთის დომინირება იყო, რუსეთის დომინირება ეხლა ძალიან შესუსტებულია. ტრამპის პოლიტიკის შედეგად მან შეძლო რა? რომ აი ადრე სანქცირებული, ბევრმა არც კი იცის, აზერბაიჯანს ჰქონდა სერიოზული სანქციები დაწესებული ამერიკის შეერთებული შტატების ხელით. ვაჭრობაზეც, ურთიერთობაზეც და საწარიფო პოლიტიკა და ასე შემდეგ. როგორც კი მან მიაღწია, აი დააკვირდეთ ამას, რა იყო აქ და ბევრი ამას ვერ შიფრავს. ილხამ ალიევმა გაუფორმა ხელშეკრულება, რომ აზერბაიჯანი იუაჭრებს მხოლოდ დოლარზე. ყველა ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის გაიყიდება დოლარზე და აი ეს იყო მთავარი ტრამპისთვის და ყველა სანქცია მოუხსნა. ჩართული რო იყო, გახსოვთ იქ რომ მოუწერა ხელი კადრები რო იყო ოვალურ კაბინეტში. ასევე ადგა და აი 30 წელია მიმდინარეობდა ეს ომი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაამთავრა. ერთი უკვე დამთავრებული იყო მანამდე ყარაბაღის თემა და დაამთავრა ეს სამშვიდობო ხელშეკრულებას ვერ აწერდნენ, მოაწერინა. რატო? ტრანგეზურის კორიდორი. დაალაგა ყველაფერი. სომხეთს ჩააბარავთ, შენ ახარ თავარი წამყვანი, ადმინისტრირებას ჩვენ გავუკეთებთ. შენი ქვეყანა, კონტროლი შენია, ყველაფერი შენია, ადმინისტრირებას გაუკეთებენ ამერიკელები, დააფინანსებენ ამას აზერბაიჯანელები და ხაზი პირდაპირ გაიჭრება ნახიჩევანთან, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება და ასე აქედან გამომდინარე აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იხსნება ეს ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აქტიურად ალბათ წლის ბოლოს დამთავრდება ეს საავტომობილო ნაწილი. რომ მაგ გათვლილი ქონდათ რაღაც 20 წელზე, მაგრამ ინფორმაცია არის ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა. შემდგომარი მეორე ეტაპი შეიძლება რკინიგზაც გააკეთება. ყველა შემთხვევაში ახლა იქნება საავტომობილო უბრალო გზა კი არა. დიდი ესეთი გამავალი ის ტრასები იქნება რამდენიმე ხაზიანი. მიუხედავად რელიეფისა, ხო ლევან, მე როგორც ვიცი. იქ არ არის რთული რელიეფი. რთული რელიეფი იქ არ არის რთული რელიეფი. პირიქით იქ უფრო არის რაღაცა სირთულეები, მაგრამ ისეთი რომ იქ გვირაბებიდან მთელი ამბავი დაჭირდეს, როგორც ჩვენ ეხლა რიკოც დაჭირდა, ეგეთი რელიეფი არ არის. სამუშაოები უკვე აზერბაიჯანს დაწყებული ქონდა და ეხლა ამერიკელები ჩაერთვენ ფულის გამოყოფილია საინტერესოდ მუშაობს. მე ჯედი ვენსი ვიცე-პრემიერი, ვიცე-პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა ჩამოვიდა, ზუსტად ამ საკითხისთვის ჩამოვიდა ერევანში და ბაქოში და დამატებითი ხელშეკრულებები გააფორმა. საქართველოში არ ჩამოსულა. ეხლა ამას რატო ვამბობ? იცით, ეხლა შევხედოთ ჩვენს ვითარებაში, ხო? ესე იგი, სცენარი როგორ შეიძლება განვითარდეს? რუსეთს და ჩინეთს აწყობს, რომ ამერიკა აი ეს ომი გაიწელოს ირანში და ამერიკა აი ჩაერთოს ისე, რომ მან ბევრი რესურსი და ძალა დაკარგოს. ეხლა შევხედოთ რა ისიზამს ამერიკა, ხო? მეორე მომენტი ის, რომ თუ კი ამერიკამ შეძლო გარდატეხის შეტანა ირანში და მისი გავლენა იქ განვითარდა, ჩათვალოთ, რომ რუსეთი და ჩინეთი არის შესუსტებული. საკმაოდ ძლიერად შესუსტებული იქნება. საკმაოდ. და დარტყმის ქვეშ ხდება რუსეთის და ჩინეთის ამერიკის მხრიდან. ანუ ამერიკის ჰეგემონიის 100%-იანი ჰეგემონიის დაბრუნების რეალობა უკვე აი რეალობა ხდება, მისი დაბრუნება. როგორც წამყვანი ჰეგემონისა რა და შვები იქნებიან აი ძალიან დიდი წვეთილობით ქვემოთ დაბლა რაღაცა მოძრავი ქვეყნები და არა ამერიკა რა როგორც ეგ თავისი ძალა. ახლა უყურეთ, თუ ესე მოხდა ორ ვარიანტს ვიღებთ, ერთი რომ შეერთებული შტატები შევიდა იქ და გაიწელა ეს ამბავი და ეს რუსეთს და ჩინეთსაც აწყობს, იმიტომ რომ ნავთობის ფასი იქ იწევს, იქ ჩინეთს გარკვეული პრეფერენციები ეძლევა და ამერიკას რესურსებს დაახარჯინებენ, ხო? ესა. თუ გამოვიდა ისე რომ ამერიკამ გაიმარჯვა და შეძლო თავისი გავლენის დაფიქსირება,
მე შემდგომი ეტაპი იქნება რა ამერიკის ინტერესი ევროპა არ არის არანაირი უკრაინა ამერიკის ინტერესი არ არის ეს უნდა ვიცოდეთ პირიქით ამერიკას აინტერესებს ევროპა დაასუსტოს რა შეიძლება ერთადერთი ჩინეთია და რომელიც კონკურენციას უწევს და შეიძლება გაუწიოს კონკურენცია ევროპამ იმდენად დაასუსტა ახლა 2018 წელს 35% შეადგენდა სოფლიო ეკონომიკური ვაჭრობისას ევროპა ახლა არის 18% წარმოიდგინეთ რა დონეზე დაეცა ევროპა და იმიტომ არც კი ეძახიან მოლაპარაკებებზე აი ეს არის ამერიკის ინტერესი იყო რომ ესე გაეკეთებინ და აკეთებდა რუსეთსაც მოწყვიტეს თვითონაც მიიბეს და დეინდუსტრიალიზაცია გამოიწვიეს და ყავდეთ ესე ევროპა აი ამ მდგომარეობაში უნდა ყავდეთ მეტი არ ჭირდებათ მაგრამ მათი ინტერესი არის შემდგომი ირანში მაგათმა რომ გაიმარჯვოს ამერიკამ გაიმარჯვოს შემდგომ იქნება ეტაპი რა რუსეთი აიძულოს გაწყვიტოს სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან აი მისი მიმართულება არის ეს მან თუ შეძლო ირანში გამარჯვება შემდგომ იქნება რუსეთი აიძულოს რომ გაწყვიტოს ჩინეთთან იმიტომ რომ ჩინეთი შემდგომ დაასუსტოს აი ეს ორივე ამოცანა ირანი რუსეთი ჩინეთი პირველ შეძლოს ამერიკამ ამერიკა ხდება ერთპიროვნული ჰეგემონი მსოფლიოს მართვის აი ეს არის მათი მიზანი აი ეს უნდა ვიცოდეთ ეხლა გადმოვინაცვლოთ ეხლა როგორ განვითარდება შევხედოთ ეხლა ეს პროგნოზებია მაგრამ რატო თუ დაუშვათ ჩაეფლო მე ხო აქ ამერიკაში იცი არ არის ძალიან სტაბილური ვითარება და რამდენი ხანი ჩარჩება იქ ეხლა უყურეთ მაგ როგორ არის ეხლა ამერიკას მე ვეძახი ეს არის ოლიგარქული დემოკრატიის ქვეყანა ოლიგარქიების დემოკრატია არის რა იმიტომ რომ მაგრამ ამ ოლიგარქიულ დემოკრატიაში არის ბალანსი როცა არის ბალანსი მაშინ არის დემოკრატიის ნიშნები და როცა არ არის ეს ბალანსი არ არის ეხლა რას ნიშნავს ეხლა კარგია თუ ცუდი ამას გავანებოთ თავი რესპუბლიკელები მომწონს თუ დემოკრატები მე არ მინდა ეხლა ამ პოლემიკაში შევიდე მაგრამ დავაკვირდეთ საინტერესო მაგალითი იყო როცა ტარიფები დაუწესა ტრამპმა ადგა და მათრახი მოიქნია და ამას ეს ტარიფი იმას ეს 15% ამას 30 იმას 50 მე ხან უკან იხევდა ხან წინ მიდიოდა თამაშია ეს და კარგად თამაშობს მაგრამ არიან დემოკრატებმა უჩივლეს და ამერიკის სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემამ გააუქმა ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ქონდა კონსტიტუციით ამის უფლება კონგრესს გააუქმდა ეს ტრამპმა კი ბატონო გააუქმეთ 10% თუ მქონდა მეუფლებაო ეხლა 15-ს გავდიო რა მეტი აღარ ანუ ნებადართული ეს 15-ის 10 არის შეგიძლია მუდმივად დაუწესო 15 დროებითია ამასაც მეაქცევ ეს ამერიკის კანონმდებლობიდან გამომდინარე და ამიტომ ეხლა ამას თუ შევხედავთ ხო ტრამპის მიმართ იზრდება უკმაყოფილება შეერთებულ შტატებში ხა მიუხედავად იმისა რომ მე ახლა რო უყურებ მომწონს ახლა ტრამპი ისეთი თავისებური საინტერესო მოვლენა არის მინდა ვთქვა მსოფლიოსთვისაც და ამერიკის ცხოვრებისათვის ხო მაგრამ შემდგომ ეხლა სერიოზული მომენტები ახლა არჩევნები ხო არის თქვენთან როდის არის არჩევნები მალე იქნება ხო ეხლა არის ოქტომბრის ბოლოს ოქტომბრის ბოლოს არჩევნები არის რა შემადგენლობა იქნება ადგილებზე მე კონგრესში რა შემადგენლობა იქნება როგორც წესი ტენდენციას თუ დავაკვირდებით მართველი ძალა რომელიც ხდება და პრეზიდენტი მისია შემდგომ ესე იგი არჩევნებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მოწინააღმდეგე ძალა იღებენ უმრავლესობას ესე არის უბრალოდ ეს პრაქტიკა ძირითადად ესია არის გამონაკლისები მაგრამ ძირითადად ესია ეხლა მე უყურებ იგივე ეს ტრამპის პოლიტიკა მიგრაციული რომელმაც ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია ეხლა ეს კი კარგია ვთქვა ავიღოთ ამერიკელებისთვის რომლებიც უფრო ესე ნაციონალური ბნობით არიან მაგრამ ძალიან ბევრი სხვა განწყობით არის და ეხლა მე ვისაც ვესაუბრები არ არის ერთ ცალსახოვანი ესეთი მხარდაჭერა რომ ტრამპის თორს აკეთებს რა და ილინოისში და სხვა შტატებში ხო ნახეთ რა ხდებოდა ხალხი დახოცეს ყველა უბრალოდ რაც ვერ გაიგებს რითვით მოკლეს ის ხალხი ხო შეეწირა ამბობს ამიტომ ამან კიდევ წალღა გამოვიდა აქ რაზეა ლაპარაკი მე მივხვდი თქვენ კითხვას ანუ შეერთებული შტატები თუ გაიჭედა და იმ შეყო თავი იმაში რომ იქ შევიდა ირანში და იქ ჩარჩა ეს არ დაართავდება მალე ხო რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს თქვენ წარმოიდგინეთ რამდენიმე 10 ადამიანი 1000 ადამიანი დაიხოცოს საბრძოლო ამერიკელი ამას მოყვება ამერიკაში ძალიან დიდი ამბავი ამიტომ ეს იციან ეს გამოცდილებამ რამდენჯერ ისტორიულად ხო გახსოვთ რა იგივე
იმაში ვიეტნამში, ავღანეთში სხვაგანაც ეს მთელი ამბები რა მოყვა ამ სიტუაციას, ეს ძალიან დიდ უარყოფ ფაქტორი და აგებ მე და რაც შენ დაგიწყე ყველაფერს წააგებ. ამიტომ ამას უფრთხიან, ეჭვმეპარება რომ ტრამპმა გადადგას ეს გიჟური ნაბიჯი და სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, მაგრამ იქ ახლა ითამაშებს რა რაღაცას, მიიღებს ბენეფიტს და შეიძლება უკანაც დაიხიოს. მე უფრო ამ ვარიანტს ველოდები რა სიმართლე რო გითხრათ რა. ეხლა გადმოვინაცვლოთ აქეთ ჩვენთან. აზერბაიჯანი ვახსენეთ, სომხეთი ვახსენეთ. აზერბაიჯანმა შეძლო დაალაგა სიტუაცია. ძალიან ლამაზად. სომხეთმაც დაალაგა, იმიტომ რომ სომხეთი გაბრაზებული რო იყო, იგივე სომხეთი აბრალებს ახლა ყარაბაღის დაკარგვას აბრალებს რუსეთს. აბრალებს, იმიტომ რომ რუსეთი იყო მათი მხარდაჭერი, ყარაბაღი რომ მაგათმა თავისუფლად ჯერ საბჭოთა კავშირის დაშლის პირას, რომ შეძლეს აზერბაიჯანისთვის წაერთმიათ ყარაბაღი, საბჭოთა კავშირი უჭერდა მაშინ ხარს, მე კარგად მეკითხები და მთელი ის იყო გორბაჩოვის პერიოდში, იქ იყო წარმომადგენელი გენერალი ერთი ვოლსკი, იმათ რომელიც პირდაპირ ხარს უჭერდა და მათი მეშვეობით შეძლეს ტერიტორიის დაკავება და პლუს კიდე 20% დამატებით, სადაც ყარაბაღში რო არ შედიოდა ის რაიონებიც, ხო? მაგრამ იქ ვერ მოახერხეს მისი არც ასიმილირება, არც ათვისება, საერთოდ არაფერი არ გააკეთეს სომხებმა და იმიტომაც დაკარგეს. და რომ დაკარგეს ეს აზერბაიჯანმა შეძლო თავისი ჭკვიანი პოლიტიკის შედეგად. აი თურქეთის, ისრაელის გამოყენება, რუსეთის დაკაბულება, რუსეთის ინტაბიშმენტის გადმობირება და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთული პროცესი იყო და ათეული წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა შეძლო ეს ამბავი. ეს ერთი მომენტი და სომხეთს გაუჩნდა განცდა, რომ ჯერ ერთი პაშინიანი ესეთი არის ასევე ადამიანი, რომელიც უფრო დასავლური განცდის არის, მას ჭირდებოდა თამაში და კარგად ითამაშა პუტინთანაც. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარია პაშინიანი. ითამაშა ალიევთანაც იქ რა ხარ, აინტერესი ჰქონდათ ეს ჩემისაც გასარჩევი ეგ არ არის, რომ მას რაღაც წინააღმდეგობა არ გაეწია. ვითამაშა პუტინთანაც ჩადიოდა, თავს უქნევდა, მე უარი თქვა ევროპასთანაც წავიდა, ამერიკელებთანაც, როგორც გააფორმა ხელშეკრულება ალიევმა, ასევე გააფორმა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის პაშინიანმა სომხეთმა და სამშვიდობო ხელშეკრულებაცაც ოვალურ კაბინეტში მოაწერეს ხელი. ეს ისტორიული მოვლენაა. ამას დავაკვირდეთ. ამიტომ აქ ამერიკის ინტერესი დაფიქსირებულია. რუსეთი ჯერ ვერაფერს ვერ შვება და ვერ ცავლენს რამის გაკეთებას, იმიტომ რომ უკრაინის ომი უდევს წინ საკმაოდ რთული თავისი გამომდინარე პრობლემებიდან. უკრაინის ომის რატო ვაქცევ ყურადღებას? აი ბევრს აი იგივე ტრამპის ფიგურასთან დაკავშირებით მინდა აგიხსნათ. აი ბევრი ფიქრობს, რომ აი ბაიდენი უფრო მკაცრი იყო რუსეთის მიმართ და ასე შემდეგ და აი ეს მიდის პუტინს ხდება და ჩემი მეგობარი აცხადებს და რუსეთის მხარეზეა. აი რა მოხდი შევხედოთ რა, რას აკეთებდა ბაიდენი, რას აკეთებს ტრამპი. ბაიდენი რაღაცებს გამოდიოდა და პუტინი ეს არის ისა დემოკრატიის მოწინააღმდეგე და კირსისხლიანი ის რა ქვია მკვლელი და ასე ხო იცახდნენ ამას ომი დაიწყო და ასე შემდეგ. ფაქტიურად ყველაფერზე ვაჭრობდნენ, ყველაფერი ნავთობსაც ყიდდნენ, გაზსაც ყველაფერი ვაჭრობა რუსეთს, ესე იგი ბაიდენის პერიოდში უფრო მეტი შემოსავალი შემოდიოდა ენერგომაწარმოებლების გაყიდვით, ვიდრე ომამდე. ფაქტები აგერ აი პირდაპირ ხო ციფრები. ეხლა შევხედოთ ტრამპა რა გააკეთა. ეგერ ალიასკაზე შეხვდა, ხელი გადახვია, რაღაცას ლაპარაკობენ, ეხლა რა მოილაპარაკეს ეხლა მაგის გაშიფრო ეხლა ცოტა ისეთი თემებია, ვარაუდები და მარჩელობა არ გირდება, მაგრამ ფაქტებს შევხედოთ. ყველაზე მტკივნეული დარტყმა თუ კი ვინმე პუტინს მიაყენა ეს იყო ტრამპი. როცა ნავთობით ვაჭრობაზე სანქციები შემოუღო, დაუპატიმრა ტანკერები. ტანკერების დაპატიმრება დაიწყო აგერ ხმელთაშუა ზღვაზეც, ჩრდილოეთის ზღვაში, შავ ზღვაში. ურთულესი პრობლემა შეგვნა რუსეთს აქამდე რომ ეკონომიკური პრობლემები არ ქონია 2026 წელი მისთვის არის ყველაზე მძიმე წელი რაც ომი დაიწყო. ტრამპის გამო. კი ბატონო. ოიძახი ჩემი მეგობარი არისო რა ესე იძახის ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ ესე მარტივად თუ შევხედავთ ამას, დიდი თამაში მიდის ამ ამბავში. აქედან გამომდინარე, რა მოხდება ეხლა რუსეთის მიმართებაში, უნდა შევხედოთ და უკრაინის ომი მარტივი არ არის. უკრაინის ომი ამერიკას არ აინტერესებს, მისთვის არ არის, უკრაინის ომი აინტერესებს ევროპას.
თუ კი ევროპამ უკრაინის ომში რამე შედეგს არ მიაღწია უკრაინასთან ერთად ზელენსკისთან ერთად, ხო? ჩათვლით ევროპის არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ბრიტანეთსაც ეს კარგად ესმის, ევროკავშირსაც და ის ფულს ხარჯავენ, რომ როგორმე გაწენონ. და აი ბოლო 2 დღის თუ 3 დღის განმავლობაში ის სტარმერიც გამოვიდა, მერციც გამოვიდა და ისიც მაკრონის და თქვენს რომ უკრაინის ომი რო ამბობენ რომ მალე დამთავრდება, ჩვენ ძალიან ეჭვი ვეპარება რომ მალე დამთავრდეს. მართლაც ესე არის. არ დამთავრდება ეს მალე. ამიტომ აი ხა ეს თემები ყველაფერს რატომ ვიცით? რუსეთის გარშემო მოტრიალებს და ჩვენზე გადმოდის. ყველაზე დიდი საზღვარი გვაქვს ჩვენ რუსეთთან. ყველა და ამას ჩვენ მეზობელს ვერ შევცვლით. ეხლა ავიღოთ ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ ავართ აი დიდ გაურკვევლობაში საქართველოს, ხო ავიღოთ, ხო? დაპირისპირება გვაქვს ევროპასთან, ბრიტანეთთან, სანქციებს უწესებენ საქართველოს და ეხლა შევხედოთ როგორი თემა, აი ხშირად ვსვამ კითხვას. აი გამოდიან რაღაც აი ლაპარაკობენ ჩვენთან ხო იცი როგორა ყველა ემოციური ლაპარაკი, არანაირი შინაარსი, არანაირი თქვა განჯა, ამას არ საუბრობს არავინ. უბრალოდ ემოციებზეა რომ ის ცუდია, ეს კარგია, ერთი აგინებს რომ გვერდვის deep state-ი, მეორე იძახის რომ მოდი უცხოეთიდან შემოვიდნენ ძალები რომ ეს ხელისუფლება გადავაგდოთ. ანუ როლის პროცესი გვაქვს და არა ვთქვათ წლების შემდგომ რა მოხდება და რა უნდა გავაკეთოთ გათვლები ნაკლებად მიმდინარეობს რა. ამას რატომ? აი კითხვა დაისვას ძალიან მარტივი. რა უნდა ჩვენგან ბრიტანეთს, რომელიც აი ხლა სანქციები დაუწესა მედია საშუალებებს, ხო? და აქედან გამომდინარე საბანკო სექტორს და რა უნდა ევროპას? რა სიტყვა საქართველოსგან? დავსვათ ეს კითხვა და პატარა პაუზას ავიღებ ყველამ გაანალიზოს ეს. ვერავინ ესე მარტივად ვერ იცის. ზოგი იტყვის, რომ აი ჩვენ ევროპაში მივდიოდით და საქართველოს თქვა უარი და ამიტომ ესე იგი გვერდწვიან და ჩვენთან არის ეს დემოკრატიისგან უკან დაახევა, ეს სიტყვების манипуლირება, რაცაც ევროკავშირი თუ ევროპარლამენტი გვიწევს. შინაარსი რა არის? ჩვენ გვაგვაჩნია რამდენიმე ფაქტორის საინტერესო, რითვისაც შეიძლება ვიყოთ საინტერესო. ორი ძირითადი ფაქტორია. ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის ტრანზიტები, რომელიც გადის იგივე ნავთობსადენები, გაზსადენები, ახლა კაბელმა უნდა გაიაროს, გამუშავდა ეს შუა კორიდორი, ტვირთები მოძრაობს და ასე შემდეგ. ანუ ლოჯისტიკური და ტრანზიტის საშუალებები, რომელიც საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია. ეს არის ეკონომიკური ფაქტორი. მეორე ფაქტორი, როცა ომი მიდის და რუსეთია ჩართული, ჩვენ აქეთ სამხრეთ ნაწილში რო ხარ, რაში უნდა გამოგიყენოს ბრიტანეთმა და ევროპამ. ერთადერთი რომ რუსეთის საწინააღმდეგო. რა ფორმით გამოგიყენოს ეს შეიძლება სხვადასხვა ვარიაციები ვისაუბროთ ჩვენ ამის თაობაზე და თქვა ახლა ომი დავიწყებთ, ვესწრით, პროვოკაცია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ რო იყოთ იმპერიის ადგილას და ამ პატარა საქართველოს რო უყურებ და თვლი რომ ეს საქართველოს შენია, შენი სამართავია, რაში გამოიყენეთ? აი ესე დავსვათ საკითხი. გამოიყენებ, იმიტომ რომ რუსეთს რაღაცა ყურადღება, ძალა, რაღაცა მომენტი წაართვა, რომ აქეთ სამხრეთ ნაწილში რაღაც პრობლემები შემოქმნა. ზოგი იძახის, რომ არა, რაც ეგ გამორიცხულია და რუსეთი შეიძლება დაგვომბოს, ისინი მაგაზე ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვობავენ თუ არა, დარჩება ჩვენგან რამე თუ არა, ფიქრობენ იმაზე, რომ აქეთ რაღაცა ყურადღების ნაწილი, რესურსების ნაწილი, საჯარისო, სამხედრო საშუალებების ნაწილი სამხრეთით დაახარჯნონ რუსეთს და შეუსუსტონ უკრაინთან დაკავშირებული პროცესები. ეს არის სამხედრო ტაქტიკა, ამაში გამოიხატება და არა იმ რაღაცა სიტყვების ახაროქში, რომელსაც ჩვენ ტელევიზიით ვისმენთ. აი ეს არის, ამას სჭირდება რა. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ საქართველოს მიმართებაში ევროპა და იგივე ბრიტანეთი, მათ აინტერესებს მხოლოდ ჩვენი გამოყენება. ეს პრობლემა, სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ კუთხით. ეხლა გვაქვს ორი კიდევ მოთამაშე მთავარი რა. თავად კიდე სხვებიც არამთავარიც არის, ეს არის შეერთებული შტატები და რუსეთი. შეერთებულ შტატებსაც პაუზა აღებით. გაჩერებულები არიან. მე მესმის რატო არის? აქ არავინ ამაზე არ იცის რატო არის? ჩვენთან მიმართებაში იძახეთ, ხო? ჩვენთან მიმართებაში არიან გაჩერებულები. აი, უნდა გავიგოთ რატო არიან გაჩერებული. ზოგი ახლა ეს მეხუთე კოლონა თუ ოპოზიციას იქიდან დაფინანსებული რა აფინანსე გამოდიან და ამერიკა საქართველოს დაждის და ვერ არ დასაჯაჯერ, გააჩერა. ის რაღაც მეგობრობის რაღაც აქტი იყო თუ რაღაცა, ისიც არ იყვნენ იქ, ხო იცით, სენატორები თქვენთან და კონგრესმენი, ვისაც უნდათ იქ ვილსონი და რაში და რა გვარია ეს კიდე ეს შაჰინი და ამ შემდეგ. და მაგენი
უნდათ რომ ეს გაეტანოს. ხო და დაუბლოკეს ეს ამბავი და მარტივი არის ხომ ის დაბლოკეს. მე დასტუნებული ვარ ეს დაბლოკვა მოხდა იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის დეპარტამენტის გავლენებიდან მე ესე ვფიქრობ. არა, ესე სხვანაირად არ იქნებოდა. უნებრივია ტრამპი. რატომ ბატონო ნიკოლოზ, რატომ ხო? იმიტომ რომ ჯერ ადმინისტრაცია ტრამპის საქართველოს მიმართებაში ჩამოყალიბებული არ არის. ჯერ აი თუ კი ავიღებთ იდეოლოგიურად, რასაც ოცნება იძახის იდეოლოგიურად. იგივეს იძახის ტრამპის ადმინისტრაცია. ზუსტად. აი ზუსტად ესეა რა, ეხლა რო ავიღოთ იგივე deep state, იგივე USAID, ეს რაღაცა ზეგავლენები, ვიღაცების მოსყიდვები, იგივე ოჯახის ფასეულობა, ეს რაღაც გენდერული პრობლემა, მთელი ეს კომპლექსი, რომელსაც ესე იგი ოცნება ლაპარაკობდა, ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევნების დროს დაიწყო ლაპარაკი და ეხლაც ლაპარაკობს ამაზე. ანუ თანხმედრა არის, მაგრამ თანამშრომლობა არ არის. რატომ არ არის თანამშრომლობა? ჩვენ იმდენად პატარა ვარ, რომ ამერიკას არ ეჩქარება, ჯერ ერთი მაინც ესე გაგვიხილავენ რაღაც რუსეთთან დაკავშირებულ თემებში და მეორე მათ არ აქვს აზრი ჩამოყალიბება. ეგ ბოლოს მინდა გითხრათ, რაც მე დავაკვირდი. ბოლოს გამოჩნდა რაღაცა ნიშნები. იქ იყო რაღაც ლაპარაკი იმასთან, ჯეიდ ვენსთან შეხვდნენ იქ, დაოშიც იყო გარკვეული რაღაც საუბრები. შემდგომ იქ სხვადასხვა მოედნებზე მოხდა ბოჭორიშვილის და იგივე რუბიოს დალაპარაკება. იქედან იყო რაღაცა ისეთი პასუხი, რომ ჩვენ ვამზადებთ საქართველოს მიმართებაში პოზიციას. ეს გითხრა. მაგრამ გავიდა რაღაც პერიოდი, ჯერ არ არის პოზიცია, ჩვენ არ გვაქვს რას მოამზადებენ რა. მაგრამ მე აქ როგორ მომენტს ხედავ, ვიცით, ჩვენთვის არის აი სასიცოცხლო თემა არის ამერიკასთან სიტუაციის დალაგება. ევროპასთან ვერ დავალაგებთ, ვერ გვილაგდება. ევროპისთვის და ბრიტანეთისთვის არის რომ შენთან ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ ის ვინც ჭირდება და დავალება მისცენ, რაც მათ ინტერესებში ის გააკეთო. ნუ ვერ ვთანხმდები თამაში და არ თმობს ეხლა ბიძინა ივანიშვილი არ არის ეხლა ისეთი კაცი უფრო გონია რომ არაფერი არ ეცმის ის დიდი თამაშის უნარის მქონე ადამიანია ნუ გონიათ ესე ზოგს გონია რომ რახანს არ ჩანს და არ არის რომ ის არ ესმის საკითხები მე რასაც უყურებს სიღრმისეულად თუ დავაკვირდები ბიძინა ივანიშვილი დიდ თამაშებს აწარმოებს ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ხარვეზებზე ვისაუბროთ მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ეს თამაშის პროცესები მიდის და მაგი მაინც უფრო კულუარული თამაშის სპეციალისტია ვიდრე ღია ვთქვათ დიპლომატიური პროცესების წარმართვისა რა ყველას თავისი სტილი გააჩნია ამაში ეხლა რომელი ჯობია და არ ჯობია ესე ვიმიჯელებ მაინც ქვეყნებს შორის ურთიერთობაში კულუარული მომენტები შემდგომ ქმნის ღია მომენტებს და ჩვენ შეიძლება როგორც აი ხა ობივატელები უყურებენ ღიას ხედავ და ქვემოთ რა იყო ფაგი ვერც დაინახო ახლა შევხედოთ ერთ მომენტს აქამდე მე ახლა რისი ახს დამინდა უყურეთ საქართველოს ალბათ 2025 წლის შემოდგომამდე ძალიან ფაქიზად ეპყრობოდა რუსეთთან ურთიერთობას ძალიან ფაქიზად და არც ერთი კენჭისყრა იქნებოდა სანქცია იქნება თუ რაღაც არ შედიოდა საქართველოს ამ ამბავში არ მიუცია რუსეთის გამაღიზიანებელი რაღაც არ გაუკეთებია რა უფრო მეტიც ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი დაანახა პუტინს რომ წერილი რომელიც გამოუგზავნა რუბიო ო გახსოვთ წერილი არა იყო ანუ ეს რაღაცა თემები ხო არ დაიმალებოდა ხო რაღაცა წერილი გამოუგზავნა რაღაცა შეთანხმებას ითხოვდნენ და ანუ გამაღიზიანებელი ფაქტორი პუტინს არ მისცა საქართველოს გამოუგზავნა თუ წინაზე იძახით წინაზე ეხლა რო იყო 2025-ზე გეუბნები აჰა 25-ში რო იყო ხო მაშინდელ პერიოდს გეუბნებით ანუ რუსეთთან ურთიერთობა იყო აი ძალიან ფაქიზად აი რამე შეცდომა არ იყო შემოდგომიდან უკვე ოქტომბრის თვიდან მოყვა უყურეთ რა მოყვა ბოჭორიშვილის განცხადება რომ არანაირი დიპლომატიური მის ურთიერთობის აღდგენა არ მოხდება პრემიერ კობახიძის განცხადება რომ სანამ ტერიტორიულები არ დაბრუნდება არაფერ ჩვენ რუსეთთან არ განვაახლდებთ კენჭისყრაში მიცემა გაეროში წინააღმდეგი მისცეს ეუთოში უკრაინას დაუჭირეს მხარი რომ რუსეთმა კონტრიბუცია გადაუხადოს ისეთ რაღაცეებს მისცეს დაუჭირეს მხარი სადაც ამერიკამ თავი შეიკავა დააკვირდით და ჩვენ მივეცით კი ჩვენ წინააღმდეგი მივეცით აზერბაიჯანმა დაიმანდა მხარი რუსეთს დაუჭირეს ჩვენ რუსეთის საწინააღმდეგო მივეცით ანუ რუსეთთან საკმაოდ თუ კი ავიღებთ ან ფაქტორებს გამწვავებული სიტუაცია გვაქვს ესე იგი რამ შეიძლება ეს გამოეწვია
ეხლა მე ამას ფაქტს ვიძახი, მაგრამ ეხლა ვარაუდს გეუბნები, მე მიყვარს საერთოდ ფაქტები და ვარაუდები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. არის ფაქტი და არის ვარაუდი, რომელიც ამ ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენ ავაწყოთ. დაზუსტებით არ შემიძლია თქვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანშვილმა ყველაფერი გააკეთა. რაც მე გარკვეული ინფორმაცია ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებულიყვნენ ისეთ დონეზე, რომ საქართველოს შესულიყო ტერიტორიული პრობლემების აღდგენის პროცესში. კი არ გადაწყვეტილიყო ამ პროცესში შესულიყო. ეს შეთავაზება იყო აქედან. რუსეთმა რეაგირება ნული გააკეთა. ანუ მან ჩათვალა, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც ახლა საწავა საქართველოს, ხო? მაგრამ ეს თამაში ხო საპირწონეების გადაადგილებით ხდება, ხო? ამიტომ ეხლა უყურეთ როგორ წავიდა, რუსეთმა არ გააკეთა ეს. მე ვთვლი, რომ რუსეთის მხრიდან დიდი შეცდომა იყო, იმიტომ რომ ამ ფონზე შეეძლო ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ გააუქმო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არა. აქ არის პროცესის შექმნაზე, რომელიც მხარებს დააკმაყოფილებს იმათაც იგივე სოფლსაც და ცხინვალსაც. მაგრამ ჩვენი ეს პრობლემა, რომ ტერიტორიული მთლიანობის რაღაცა ვიცოდეთ, სად მივდივართ, ეს მაინც გვეცოდინებოდა. რუსეთმა ეს არ გააკეთა. არანაირ ნაბიჯი არ გადმოდგა. ამიტომ ჩვენ რა დაგვრჩა ახლა? ევროპა გვერდთვის, ბრიტანეთი გვერდთვის, იგივე შეერთებული შტატები. ერთადერთი საპირწონე, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, ეს არის შეერთებული შტატები და მაინც ტენდენციას თუ დავაკვირდებით, იმედი უნდა ვიქონიოთ, ამასაც ვარაუდის დონეზე ვამბობ და არ წმონებით, რომ გარღვევა ურთიერთობისა შეერთებულ შტატებთან უნდა დადგეს. აი ამ მოლოდინში ვართ ახლა. თუ კი ადრე კრიზისი ქონდა, ახლა შეერთებულ შტატებთან ვერ ვიტყვი, რომ კრიზისია. უფრო რაღაცა განეიტრალებული სიტუაცია და ისინიც ფიქრობენ რა გააკეთონ საქართველოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მთელი ეს პროცესები, მათი ინტერესი აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოს გარეშე ვერ განხორციელდება. ზანგეზური არ არის მთავარი კორიდორი. მთლიანად კორიდორია, ზანგეზურის კორიდორია, შუა კორიდორი, რომელიც ბაქოდან სუბსამ იმამდე, რა ქვია, ფოთამდე, ბათუმამდე, მერე ბორნებით გადაზიდვა და ასე შემდეგ, იგივე ყარსის მიმართულებით რკინიგზა, რომელიც ჩვენთან არის. ეს ინფრასტრუქტურა ბევრად განვითარებულია, ვიდრე ზანგეზური და ჩვენ ესე უნდა განვიხილოთ, ჩვენი კორიდორები და ზანგეზური ეს არის სერვისების მრავალფეროვნება და არა კონკურენცია. ვისაც უნდა ეხლა გზით თურქეთში მალე წასვლა, წავა ზანგეზური და ვისაც უნდა ეგრე ბულგარეთში წასვლა და გერმანიაში წამოვა ჩვენთან და პირდაპირ შავი ზღვით გადავა ევროპაში. ასე რომ აქ რაღაცებში ელობები და რაღაცებში ლაპარაკობენ, ჩვენ ეს უნდა სერვისის გაფართოებად განვიხილოთ და არა კონკურენციად. ამერიკას ეს ჭირდება, მარტო ზანგეზურის კონტროლი უნდა ეხლა ამერიკას. ამერიკას უნდა რომ ეს პროცესი აკონტროლოს, იმიტომ რომ აქაც ნავთობი ტრიალებს. და აქედან გამომდინარე ამას თუ გააკონტროლებს, შუა აზიიდან ნავთობი რაც წამოვა, იგივე აიძულებს იმათაც რომ დოლარზე გაყიდონ. აი ეს ძალიან სერიოზული ფაქტორებია. იმიტომ ჩვენ გვაქვს რაღაცა პოზირები, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი როგორმე უნდა მოვიზიოდოთ და ეს რას გვაძლევს? რუსეთის დაბალანსების საშუალება. რუსეთმა რომ აი ესე იგნორი გაგვიკეთა, ისინი მიხვდებიან რომ არ უნდა გადმოდგან ნაბიჯი. ან მაშინ კავკასიასთან დაკავშირებით ძალიან სრული პრობლემები შეექმნა. და აი ძალიან კარგად მიხვედით ბატონო ლევან, ამ წეს შემდეგი ჩემი შეკითხვა იყო და როგორ ატყობთ ახლა წინასწარი ხილული პერსპექტივა რო დავინახოთ. რუსებმა აღიქვეს ეს ჩვენი კონტრნაბიჯები მათ წინააღმდეგ? აღიქვეს, მითხრათ რომ აღიქვეს. ახლა გეტყვით ორი კვირის წინ იყო ზუსტად ვიცე-პრემიერის გვარი იყო ის კაცი. აი ესეთი მოსწრებული ვიცე-პრემიერი იყო თქმა უნდა. ხო, გვარი და ეკონომიკის დარგში. ხო, კი. მაგან განაცხადა რომ რატომ არ უნდა განვიხილოთ საქართველოსთან დავждეთ, მოვილაპარაკოთ რომ გავხსნათ რკინიგზა. ჩვენ გვაინტერესებს რკინიგზის გახსნა. კი ბატონო, ხო არ ვთქვიათ აქამდე. რკინიგზის გახსნა. ჩვენს გვაინტერესებს, მაგრამ ესე კი არა რომ გავხსნათ რკინიგზა და უბრალოდ მატარებლები ვატაროთ. ჩვენ გვაინტერესებს რომ მოლაპარაკება შედგეს. ანუ რაღაც გამოუშვეს ეს ინფორმაცია, აქამდე არ უთქვიათ ეს. ეხლა მე გეტყვით როგორც კი გამოიკვეთება, აი დააკვირდით და ჩემს სიტყვას დააკვირდით. როგორც კი გამოიკვეთება რომ შეერთებული შტატებიდან რაღაცა პრეფერენცია წამოვიდა ურთიერთობაში, მე ნახეთ რუსები კიდე რეებს გადმოამტებენ. დაიწყებენ. ესე კი არა რომ გვატყუებენ წლების განმავლობაში. მიდით და ელაპარაკეთ აფხაზებს, მიდით და ელაპარაკეთ იმა ოსებს და მეორე ტელეფონით ურეკავენ რომ არავის არ ელაპარაკოთ და რაღაც ათამაშებენ ბავშვები რა. აი რეალობა ეგეთი არის. ამიტომ მათი მხრიდან როგორც კი ეს გამორთება, ისინი წამოვლენ. ჩვენ ამ სიტუაციაში, ამ საპირწონეების თამაში მხოლოდ ჩვენი ინტერესი უნდა განვახორციელოთ.
ეს არის ამნიშნულოვანი და ესეც ეხლა არის ხელოვნება, არა მარტო რაღაცა ხისტი დიპლომატიის თუ კულუარული საუბრების, არამედ ესენი ჩვენ გვირჩევნია ეს დიდი იმპერიები ვათამაშოთ და იქენა რაღაცა მივიღოთ, ვიდრე ჩვენ დავიჩაგროთ. აი ეს არის თავარი ამოცანა. მაგრამ ბატონო ლევანი, იმაშიც დამეთანხმები ალბათ, რომ მე ვერ წარმომიდგენია ამიერკავკასიის ავტონომიურობა რუსეთისგან დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ეს მათ რღვევას ნიშნავს პირდაპირ. არა, ეხლა უკვე ჩვენ ხოდა შევხედოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. რამდენიმე პროცესი განვიხილეთ ეხლა ჩვენ. ჩვენ განვიხილეთ ის ვარიანტი, როცა ამერიკა ვერ იღებს შედეგს ირანში. ჩვენ განვიხილეთ მეორე პროცესი, როცა შედეგს ღებულობს და უკვე დარწმის ქვეშ ხდება რუსეთი. ანუ სუსტდება რუსეთი. რუსეთის დასუსტება სხვა კიდევ პრობლემა არის. პრობლემაა იგივე სოხუმთან და ცხინვალთან დალაპარაკების თემა. მეორე პრობლემა ეს მარტივი არ არის, თქვენ სწორად დაინახეთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა თურქეთი. როგორც კი რუსეთი დასუსტდება, თურქეთი უფრო ამოიწევს. თურქეთის ამოწევა ჩვენ უკვე სამხრეთის საზღვრების პრობლემას გვიქმნის, როცა ფაქტიურად დაცარიელებული გვაქვს სამხრეთის საზღვრები. ამიტომ ეს გადაგმული თემები არის. ჩვენ იმას კი არ ვლამობთ, რომ რუსეთი დასუსტდეს. ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ შედეგი, ჩვენთვის სასურველი შედეგი. ეს არის. მაგრამ ყველა სცენარი გათვალისწინებული უნდა გქონდეს ჩვენ აუცილებლად. ყველა სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, რუსეთის დასუსტება ან გაძლიერება, თურქეთის წამოწევა ან თურქეთის არ წამოწევა, ჩვენ რა გვექნება, რა გვაქვს რეგიონებში. აი როგორ აიცით, მე ყველაზე პრობლემატურად ეხლა გადავდივარ ერთ საკითხზე, რაც ჩვენ მე მინდოდა მე თქვა ყველაზე პრობლემატურად რა მიმაჩნია იცით ბატონ ნიკოლო და მე მინდა სწორედ ჩვენმა ემიგრანტებმა ეს იცოდნენ. ჩვენ არა გვაქვს არანაირი სტრატეგიული გათვლები და რა იქნება 2 წლის მერე. ჩვენ აი რაღაც საბიუჯეტო ის მივიღეთ, სახელმწიფოს ვიძახი, რაღაც ხარჯებია, რაღაც ეკონომიკური პროცესებია და თქვათ იქ რაღაც ბრძოლები, მეხუთე კოლონა, deep state და ტელევიზიები და აი ამ რაღაცა კორიანტელში ვარ და გათვლა არა გვაქვს, რა იქნება 5 წლის მერე, რა იქნება 10 წლის მერე, რა იქნება 20 წლის მერე. არ ვიცით, ხო? არა, ბატონო ლევან. ბატონო, ჩვენ სტრატეგიული გეგმა არ ექნება 10 წლიანი, 20 წლიანი დავიჯეროთ. მე არ ვიცი, მე ესეთი გეგმა არ მინახია რა გეგმაა. არანაირი გეგმა არც გამიგონია. თქვენ თუ გაგიგონიათ, მითხრა, მე არ გამიგონია. მე არ გამიგონია და თქვენ. მე გამიგონია ეგეთი რაღაც, ერთი პრემიერი მოვიდა 10 წლიანი, 10 წლის განვითარების გეგმა, მეორე მოვიდა იძახეს, ეხლა უნდა ის იყო, ის თურმე არ ვარგოთ, ეხლა ახალი 10 წლის განვითარების გეგმა. ეს 10 წლის განვითარების გეგმები, იცით რა არის? ყველაფერი, აი, გაქრება, ეს არის აბსურდი. რა 10 წლის განვითარების გეგმა, როცა ჩვენ აი ფაქტიურად ქვეყანა შეიძლება დავკარგოთ. რას არ ვითარებთ? თუ კი ხალხი არ გეყოლა. თუ კი მიგრაციის ის პროცენტი შენარჩუნდა, რომელიც ჩვენ გვაქვს. შობადობა, რომელიც ესე იგი თითქმის ნულზე დავარდა. ესე იგი ადამიანების გარდაცვალების რაოდენობა მატულობს. სოფლები დაცარიელებული გვაქვს. ქალაქი თბილისი და ბათუმი თავკომბალებად იქცა, სადაც სხვა ეთნოსები შემოდიან. სადაც ტერიტორიების დაკარგვის რეალური შესაძლებლობა გაგვიჩნდა, საფრთხეები გაგვიჩნდა, რა ეკონომიკურ გათვლებს გააკეთებ. ჩვენ თუ არ გათვალე დემოგრაფიული როგორი ექნება შედეგი 5 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგ რა ქვეყანას აშენებ? აი მოდი დავსვათ კითხვა. რა ეკონომიკურ შედეგს დებ? ვიზე აწყობ ამას. სადა გაქვს შენ რესურსი ან სამუშაო? როცა სამუშაო რესურსი არ აქვს, მაშინ შემოყავს, ვინ შემოყავს? ან ასრულებ ქართველი წყვას, ხო? თუ ემიგრანტები უნდა დავაბრუნოთ, მაშინ რატომ არ არის ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა? ხო? ბატონო ლევან, თქვენ ჩემზე კარგად იცით ბატონო ლევან, როცა სახელმწიფო სტრატეგია იგეგმებოდა, ეს ნასწავლები. რომ ისე იგი უყურებენ ამ სტრატეგიას საზოგადოებისა მოსახლეობის ზრდის პერსპექტივასთან ერთად. რომ სიტუაცია და გარემო შეიქმნას ზუსტად აი ყოველ 10 წელიწადში რამდენი ნამატი ექნება მოსახლეობას ან რამდენი კლება ექნება. აი ამაზე იგება ხო სტრატეგია. მე ესე ვიცოდი და აი ეხლა რომ სტატისტიკის სამსახური რო აქვეყნებს რომ არც ისე სახარბიელოა, აი ამაზე მორგებული 20 წლიანი გეგმა როგორ უნდა იყოს. აი სწორედ ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. ყველანაირი ეკონომიკური განვითარება ეყრდნობა სამუშაო და სამუშაო რესურსებს, ადამიანის რესურსებს. შენ თუ არა გაქვს მუშა ხელის რესურსი, ვერან ეკონომიკას ვერ ანვითარებ.
ეს ერთია. თქვენ აბსოლუტურად სწორებს დამით. ამიტომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეექმნას და დაიდოს, თუ ის არ არის მიბმული სამუშაო ძალებზე და ეს რესურსებზე, ხო, ის არის აბსურდი. ეს აი თქვენ თვითონ დაადასტურეთ. ეხლა მე გეტყვით, რა გვაქვს ჩვენ შედეგად, რატო ვიძახი ამას. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მე მიმაჩნია ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ერს გააჩნია. მე ახლა სხვა ერებზე არ ვიძახი რა. ჩვენსაც მივხედოთ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ამას ქვია ნაყოფიერების კოეფიციენტი. საერთოდ ერი რომ მრავლდება, მინიმუმ უნდა გქონდეს კოეფიციენტი 2.1. ჩვენ ეხლა გვაქვს. მაბატი, ეს არის ნამატი, ხო? 2.1. 2.1, ესე იგი ცოტა ზრდა გაქვს. ეხლა მეტი თუ გაქვს 2.2-3, უკვე ნორმალურ ხაზაში გადიხარ. 2.1, შენ ახლა აი ზღვარს ცოტა ზემოთ. მაგის ქვემოთ მინუსში ხარ უკვე. ჩვენ გვაქვს ეხლა 1.7. 2036 წლისთვის გვექნება 1.6 და 2050 წლისათვის გვექნება 1.4. ეს არის ვარდნა. ეს იკლება კი, აი ეს არის ვარდნა, აი პირდაპირ ვარდნაში რა. აი ამას დააკვირდით. ესე იგი, ჩვენ 2036 წლიდან აი ეს გათვლები მე ხარ რასაც ვიძახი, ეს არის კონკრეტული ფაქტები, ჩემი მოგონილი ციფრები კი არა, საქსტატს რაც აქვს ციფრები, იქიდან გამომდინარე გეუნებით პროგნოზებს. ხო, მეც იქიდან ავიღე როცა. ხო, არაფერ სხვას არ ვიდებ. ესე იგი, ჩვენთან არის შობადობის კლება, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა, გადაბერება ჩვენი საზოგადოების, გადაბერებული გვაქვს საზოგადოება, ახალგაზრდები გადიან, რეპროდუქციული ასაკის მქონე ახალგაზრდები გადიან, ქალზე ითვლება საერთოდ რეპროდუქცია, ქალის გათხოვების საშუალო ასაკმა მიაღწია კატასტროფულ ზღვარს. საშუალო ასაკი არის 32 წელი. დააკვირდით. ამ დაოჯახებულადან 70% გარქორწინება გვაქვს. ეხლა გვაქვს 70%. წარმოიდგინე 100-დან 100 დაქორწინებულიდან 70 გარქორწილებულია. ბავშვები არ აყავთ. შეხედეთ რა ციფრები გვაქვს ჩვენ. 500-მდე დაცარიელებული სოფელი გვაქვს დღეს ჩვენ. 2036 წლიდან გვექნება 60% სოფლები დაცარიელებული, 2050 წლიდან 75%. წარმოიდგინეთ როგორ აგიხსნათ ეხლა 100 სოფლიდან დარჩება მარტო 20 სოფელი. 20-25. ისიც სლიანად დაკომპლექტებული, რამდენიმე კაცი იცხოვრებს. დანარჩენი იქნება цаრიელი. ეს რას გვიქმნის ჩვენ? გვიქმნის პრობლემას იმისა, რომ საზღვრისპირა რეგიონები დაიკარგება. პირველ რიგში დაიკარგება ჯავახეთი, რომელსაც ისედაც მოსახლეობა ცოტაა და თურქეთს თვალი აქვს დადგმული. რუსეთთან მიმართებაში კავკასიური რეგიონებია, ჩრდილოეთ კავკასიაში, მაღალმთიანი რეგიონი, თუშეთის, აქეთ ხევსურეთის ნაწილი დაიკარგება. კახეთის ნაწილზე პრობლემა გვექნება აზერბაიჯანთან საზღვარზე. ასე რომ ქვეყნიდან რა დარჩება, აი ძალიან ძიმე შედეგი შეიძლება დაგვიდგეს. ეს არის გათვლილი მოდელირებით, შესაბამისი ალგორითმებით, მონაცემების შეყვანით პროგნოზები გაკეთებული. ამიტომ ჩვენი რა გვაქვს, რა გათვლები, რა პროგრამებს დებს, რამდენი პროგრამას გინდა დადე, სამშობლო თუ დაგეკარგა, დადე ეს პროგრამები და მოიწონე თავი. მატება გვაქვს, კლება გვაქვს რაღაც ეკონომიკის და რაღაცების. აქ ჩვენ უდგები ამას ძალიან ისე სისტემურად მინდა გითხრათ. ჩვენ ამას რამდენიმე ნაწილად ვყოფთ. ამაზე მუშაობთ სერიოზულად და არ ვეშვებით. ამაზე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც თავის სამშობლო უყვარს, პირველ ამოცანად უნდა აქციოს დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამას დავარქვით დემოგრაფიული უსაფრთხოება და ეროვნული მდგრადობის სტრატეგია. ჩვენ ეროვნული მდგრადობა მოშლილი გვაქვს, რა ეროვნულ მდგრადობაზე მაგამდე უნდა მივიდეთ. ამის ყველაფერი შემადგენელი ნაწილია დემოგრაფიული მაჩვენებლები. ხარდაჭერა არა მარტო შობადობის, ოჯახების შექმნის და ბავშვების შეძენისა, ხო? ცალკე თემებად ჩვენ გამოყოფილი გვაქვს. ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის მიგრანტების დაბრუნება, მათი ხელშეწყობა რომ დაბრუნდნენ, იმიტომ რომ მიგრანტები აი რითი განსხვავდება, ეს მიგრანტი არის საქართველოს მოქალაქეობის საბუთის მქონე პირები, რომელსაც შეუძლიათ დაბრუნდნენ, მათ შეიძლება სახლი კონდეთ, რაღაცა კონდეთ, მაგრამ მათ ხელი უნდა შეუწყონ, რომ თუ ისინი მიდიან ხელფასისთვის, ხელფასი დაიღონ ადგილზე, სამუშაო ადგილზე. მეორე მიმართულება ეს რესურსებს თვლით, ჩვენ რესურსები ძალიან მწირი გვაქვს ბატონ ნიკოლოზ. ქვეყანას რესურსი აქვს და ჩვენ რესურსი არ ვეძებთ ამ რესურსებს. ჩვენი რესურსი რა თქმა უნდა ეს არიან ემიგრანტები, რო დავაბრუნოთ. მეორე რესურსი არის ქართული ეთნოსი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საზღვარგარეთ.
ესეთი ყავს ჩვენ მაგალითად ასეთი რაოდენობა ყველაზე დიდი რაც არის. ეს არის რუსეთში და ფერეიდანში, ირანში, ახლა ირანს რატო უკავშირდება. ეხლა ზოგი იქ იყვნენ და რად გვინდა აქ ჩამოდიან ეს ხალხი ქართული გვარი აქვს, ენა იციან, ძალით რაღაც რელიგია შეასრულენ და არანაირი ისინი რაღაც ფანატები არ არიან და ჩამოდიან და აქ თათრებს ეძახიან. ვიღაცა თქვენთაგანი რომ მოხვედრილიყო შახაბაძის გასასახლებაში, მაშინ რას იფიქრებდით? მე ამას რატო ვიძახი? მე ნაცხოვრი მაქვს თითქმის 20 წელი საზღვარგარეთ ვიცხოვრი, დევნილი ვიყავი და ვიცი რა არის განცდა. კაცი სამშობლოში მოდის და საბუთს ვერ იღებს, ვერც მამულის, რა ქვია, ქართველობის რაღაც საბუთი არის თანამემამულის, ბოდიში, თანამემამულის რაღაც საბუთი, რომელიც ხელს გიწყობს, რომ მე აიღო ეს ბინადრობა და რაღაცა. იმასაც ვერ იღებენ. არა მარტო ირანი და რუსეთიდან მომავალი. ირანში 400 წლის წინ გადაასახა, რუსეთში აგერ წავიდა 50 წლის წინ კაცი. ჩამოსვლა უნდა, სამშობლოს საბუთს ვერ იღებს. ამას ჩვენ როგორ ვაკეთებთ, იცით, აი მთელ ვამზადებთ, მთელ პროექტებს როგორ უნდა გადაწყდეს ეს ამბავი, ხო? ვიღებთ მოდელებს, აი მაგალითად ძალიან საინტერესო მოდელი აქვს ისრაელს. ისრაელი მეორე მსოფლიო ომამდე იქ ცხოვრობდა რამდენიმე 10,000 ებრაელი. ისრაელში მეტი არის. ძალიან აბა შეწამოდა მერე წავიდა ისეთი ზრდა, ისეთი პროგრამების შემუშავება, ალია რო გამოაცხადეს, ხო და უდიდესი პროგრამა ალია რო გამოაცხადეს, ებრაელების წამოსვლა და ხარდაჭერა და დაფინანსება და კიბუცების შექმნეს ეს საბრძოლო თვითყოფადი სასოფლო ერთეულები, იცით, უნიკალური მაგალითი ამას ჩვენ ყველაფერს გამოვიყენებთ. და დააბრუნეს ეს ხალხი და ტერიტორია აითვისეს და 10 მილიონზე მეტნი არიან დღეს. დააგვირდა 10,000 იყვნენ და 10 მილიონი გახდნენ. საქართველოზე ბევრად ნაკლებ ტერიტორია. ხო, პატარა ტერიტორია თან უდაბნო და სად არის საშუალებები და პირობები არ არის, ხო? ეს ანუ იმ ხელად ახმარება დღეს ეხლა რა მარტივად ხდება. ებრაელი თუ ხარ, მშობლები და ბებია თუ ყავს, კიდე ორი თაობა ებრაელი უნდა დაანახო რა. მიდიხარ ნებისმიერ საკონსულოში, დროებითი მოქალაქის საბუთს გაძლევენ, მიდიხარ პირდაპირ ისრაელში ჩაფრინდები იქ, ძალიან დიდ ფულს გაძლევენ, როგორც მე მგონი თუ არ ვწდები ეხლა $5,000 ეკვივალენტ კეშელს გაძლევენ, ბინას გაძლევენ, დასაქმებას გაძლევენ და შენ თუ სოფელში წახვედი, ძალიან დიდ დახმარებას გაძლევენ. თუ ქალაქში დარჩი 6 თვე, საერთოდ გაქვს აი აბსორბციის ისა რა ქვია პერიოდი რომ შეერწყმა იქაურობას. ეხლა ავიღეთ კიდე სომხური მომენტი. სომხებს რა აქვს? სომხებს არ აქვს საშუალება რომ ფინანსურად დაეხმარონ, მაგრამ არანაირი ადმინისტრაციული პრობლემა. შენ თუ სომეხი ხარ, მიდიხარ იქ საბუთს აიგებ, ჩამოდიხარ, ყველანაირ საბუთებს გაძლევთ, ანუ ბიუროკრატია გამარტივებული რომ სომეხი ჩამოვიდეს დასაქმეს. და რამე გააკეთო. ხა ფინანსურად დიდად ვერ ეხმარებიან, მაგრამ ბიუროკრატია არის გამარტივებული. ჩვენ რა გვაქვს? ქართველს თუ ჩამოსვლა უნდა, ვერანაირ საბუთს ვერ ღებულობს. ყველანაირი შეცდა ყველაფერზე უარი. და უარს ეუნებიან და იცი რომ თქვენ ისა საფათო ხართ ჩვენი ქვეყნის. ვინ არგობს მე საფათოა, არ არის საფათო. აგერ ისა რა ქვია, შვილი ცხოვრობს საქართველოში, მამა ჩამოდის ეუნებიან ისა. შენ საფათო ხარო და ყველანაირ მიზეს პოულობენ რომ ვინმე უარი უთხრას და რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან არ არის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად არ არის ქცეული დემოგრაფიული საკითხების მოგვარება. არც მიგრანტების მიმართებაში და არც რეპატრიანტების მიმართებაში. ბატონოლებმა საფათოს ეუბნებიან, ვინც პირობითად ისლამური ქვეყნიდან ბრუნდება, აი ისლამი. არა, რუსეთი ყველას უარს ეუბნებიან. ყველას უარს ეუბნებიან. მაგ რო იყოს ლაპარაკი, ჩვენ იმას კი არ ვიძახით, რომ ფილტრაცია არ პირიქით, ფილტრაციის მაღალი დონე უნდა იყოს. ფილტრაცია უნდა გააფილტრო ესენი, რომ ვიღაც არ შემოგეპარდოს, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცა ჩინოვნიკი სის და პასუხისმგებლობა არაფერზე არ უნდა აიღოს, ყველას უარს ეუბნებიან. აი ეს რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის პრიორიტეტად არ არის ქცეული ჩვენთან დემოგრაფიული საკითხების გადაწყვეტა. და ქვეყანა ხელიდან გვეცლება. არ მინდა ეხლა მე ემოციურად, საერთოდ არ არის ჩემი სტილი ემოციურად ვილაპარაკო. ეხლა ემიგრანტები რო ისმენენ, ხო? მე ხო მესმის ეხლა გულითკივად, მაგათ რო გქონდეთ საშუალება საქართველოში დაბრუნების. წავა ეხლა და იქ ვიღაცა მოსამსახურეთ იმუშავებს. არ ჩამბო, ვა შვილსაც წამოიყვეთ, რა უნდათ, მაგრამ ამერიკა ძალიან კარგი არის, მე ვიცი რაც არის ამერიკა. ან სხვაგან რა ძალიან კარგია, ჩვენც გვაქვს პრობლემები, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ ერთადერთი არის, რომ ხელფასის გულისთვის მიდის ხალხი. მეტი არაფერი. რომ აიღოს ხელფასი, თავი ირჩინოს და კიდე ვიღაცას აქ გამოუგზავნოს. აი ეს აქვს ჩვენ. აი ამ სიტუაციაში, როცა ჩვენ
როგორ არის ცალ-ცალკე უყურებ მე რა ჩემი პრობლემა არ არის იქ გინდა ჩინოვნიკი იყოს ჩემის ჩათვლით თქვენის ჩათვლით ვიღაც არავის არ გვაინტერესებდა წერთ რაღაცებს ვიძახით მაგრები ვარ ვიზრდები გეგმებს ვადგენ და ამ დროს ვიცლებით ქვეყანა გვეცლება ხელიდან აი ეს არის მთავარი თემა ამიტომ მე რატო ვიძახით იცით აი კარგად დავფიქრეთ ამ თუ კი რამეს ცხოვრებაში ადამიანი გააკეთებს იცით ადამიანის აი ხშირად მე ამის სწავლობ ამას და ვიკვლევ მინდა გითხრათ ადამიანის ცხოვრობს დიდხანს იცით როცა მას მისია აქვს შენ თავს თუ მისია არ განუსაზღვრე არარაობა ხარ საზრისი თუ არა გაქვს აი ზუსტად ეს არის კარგად დავფიქრეთ ამაზე რა მისია რა არის რომ შენი ქვეყანა გააძლიერო და შენ თუ შეგიძლია რომ შენ ქვეყანაში დაბრუნდე ქვეყანამ შეგიქმნას პირობები და შენი მისიით ქვეყანას ამაზე მაგარი რა უნდა იყოს აი ეს არის მე დარწმუნებით კი არ ვიძახი აი ყველამ გავითავისოთ რა ესა რა მეც უნდა გავითავისოთ თქვენ და ნებისმიერ მაგრამ ვიფიქროთ იმაზე კი არა აი წავიდეთ და დაიკარგე ან რა გვინდა წასვლა ან ვიღაცა მილიონრად ფული რა თუნდა ან მილიარდები რა თუნდა სამშობლო თუ აღარ გვექნა რამე რა გვინდა აი ამას დავუკვირდეთ რა ბატონო ლევან და აი კარგად მივედით იმ თემამდე რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დასაწყისში ეთერის მიღმა დემოგრაფიაზე რომ გაქვთ საინტერესო პროექტი დემოგრაფიული აი იმაზე რო გითხრათ აი მაგი ვილაპარაკე ხა ფაქტობრივად აი საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე აი გეტყვით ეხა ეს არის კომპლექსი რა ეს ჩვენ დავიწყეთ მიახლოებით 1 თვე არის ამაზე სერიოზულად მუშაობა რამდენიმე ეტაპად აგვაქვს ჩვენ ეს დაყოფილი პირველი ეტაპი ჩვენ გჭირდებოდა შესწავლა რა ხდება და ბატონ და ისეთ რა არის ხანდახან ციფრების გალამაზებაც ხდება რა გავანებთ ამას და ჩვენ უფრო სერიოზულ ანალიზებს ვაკეთებთ ჩვენ ნახეთ რა ხდება ჩვენ სოციუმში რა მდგომარეობა გვაქვს, რა პერსპექტივა გვაქვს, ვარდნა რატომისა გვაქვს, გათვლა გავაკეთეთ 5 წელიწადში რა იქნება, 10 წელიწადში რა იქნება და 2050 წელს რა იქნება, სურათი რა გვექნება ჩვენ. ძალიან მძიმე სურათი გვაქვს, მე ნაწილობრივ მოგიხდები თქვენ და დავგეგმეთ აქედან გამო რა არის გასაკეთებელი. რა არის გასაკეთებელი? ეს რამდენიმე ესეთ კლასტერად იყოფა. ერთი არის შობადობის გაზრდა და ხელშეწყობა, ეს არის რომ დაოჯახება, შობადობა და შვილების შეძენაზე სპეციალური დახმარებები და დაფინანსება უნდა იყოს აუცილებლად, ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება მათი დასაქმება და უზრუნველყოფა. ძირითადი მიმართულება რესურსების მოზიდვა, ჩვენ შობადობას იმდენად ვერ გავწვით, თუ პრობლემა გადავწყვეტ. რომ გავზარდოთ, პრობლემას ვერ ვწყვეტ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რესურსების მოზიდვა. პარალელურ რესურსი არის ემიგრანტების დაბრუნება და რეპატრიაცია. აი განვასხვაოთ რა, როგორც თქვი, ემიგრანტი ეს არის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რეპატრიანტები ეს არიან ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდათ, მაგრამ არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არიან ქართველები. ამიტომ ამათვის ცალკე პროგრამა, მაღალმთიან სოფლებში ჩასახლება, საზღვრისპირა რეგიონებში ჩასახლება, სპეციალური პროგრამები, დახმარებით. აი ახლა კიბუცი რო ვახსენე მსგავსი სოფლების შექმნით. ახლა მაგ როგორ აიცით ჩვენ გათვლა გავაკეთეთ ახლა რომ მივახციოთ ყველაფერს ამას და შევძლოთ რომ აი ბიუროკრატია გატყდეს და პრემიერის ყურადღება სხვადასხვის მინდა გითხრათ რომ ირაკლი ყობახიძემ ეს რო დავიწყეთ თუ დააკვირდეთ ბოლო მოხსენება რო ქონდა პარლამენტში მან გაამახვილა ყურადღება ადრე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ეხლა დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, ეს მიგრაციის საკითხების რეგულირება და დემოგრაფიული პრობლემებზე ზრუნვა. ანუ მან ყურადღება გაამახვილა. მე არა ვარ დარწმუნებული წარმოდგენილი აქვს თუ არა საერთოდ რა გააკეთონ, მაგრამ ჩვენ რითვისა ვართ, რომ ყურადღება მივაქცევინოთ და ეს გავხადოთ სახელმწიფო სტრატეგიად. ეს არის ამოცანა. და ამოცანა ჩვენ როგორ აგვაქვს დაყოფილი, იცით? პირველი ეტაპი რომ წელს მაგალითად რაღაცა ნაწილი გამოიყოს და ბიუჯეტში თუ არ მოხდა დაფინანსება, ხო? ეს დაფინანსება ესე მარტივად ვერ გამოიყოფა. წყარო არის რამდენიმე. წყარო არის ერთი საქართველოს ქვია ესეთი ფონდი დაცვის კი არა, უზრუნველყოფის ფონდია რაღაც გავსი, რომელიც აი სტიქია რომ მოხდება რაღაცა, მაგ მიახლოებით 100 მილიონი ლარი შედის მაგაზე და პრეზიდენტს აქვს კიდე რამდენიმე მილიონიანი ფონდი.
აქ ლაპარაკი არის მთლიანად, მაგრამ ჩვენ რო დავიწყოთ და წელს ერთი 100 ოჯახი მაინც რო ჩავასწავლოთ, ეს იქნება გამართლება რა, აი წელს. არა და ამის რეალური საშუალება გვაქვს. თან ჩვენ გამოცდილება გვაქვს წალკის რაიონი, იცით თქვენ ახლა წალკის რაიონი დღეს ქართული რაიონია, ჩვენ გავაკეთეთ. როცა ეს 97 წელს დავიწყეთ და ფაქტიურად წალკა გავხადეთ ქართულ რაიონად. ორი ოჯახი ცხოვრობდა რაიონულ ცენტრში. მეტი არც ერთი ქართველი წალკა შეცხოვრობდა. დღეს 50%-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ეხლა ისა გვაქვს თუ მე საინტერესო იქნება მოგიყვებით. ეხლა ჩვენ ჰაერიდან კი ვლაპარაკობთ, სერიოზული გამოცდილება ესა. და კიდევ ესე ვფიქრობ ჩვენ რომ ეტაპობრივად უნდა დაიწყოს ბიუჯეტის 1% უნდა გამოიყოს დემოგრაფიული უზრუნველყოფისთვის, ანუ ეს არის დემოგრაფიული უსაფრთხოება და ეროვნული მდგრადობა და უნდა იყოს მატებაში. თუ აი ხა მომავალს 1% გამოიყოფა, მე 1.5 და მიახლოებით ჩვენ ვფიქრობთ რომ ყოველწლიურად რომ 2-3% სტაბილურად ჩაჯდეს, ჩვენ 2036 წელს შევღალთ არა ვარდნაში, არამედ მატებაში. აი ეს ამ მნიშვნელოვანი დააკვირდით ამას, რა ჩვენ თუ ეს გავაკეთებთ. ყველა იმ გამოცდილების გამოყენებით, რაც საზღვარგარეთ არის და ასევე ჩვენ გაგვაჩნია. აი ესეთი ტენდენცია გვაქვს ჩვენ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამას გეტყვით და მე მინდა თქვენთვის მეთხოვნა, ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ, ახლა გვინდა დავაფუძნოთ ჩვენ ესეთი ფონდი, ამას ქვია მომავლის უზრუნველყოფის ფონდი. ახლა იცით, აი ხა ვინც ისმენს ამას ცოტა გაგვირდელდა საუბარი, მაგრამ ამაზე მე მგონი ღირს. ეგრე. ნამდვილად არის პრობლემა, თუ სულ რაღაცებზე საუბრობთ. აი იცით როგორი რამეა? ახლა ჩვენ გვინდა, აი აკვირდით ახლა ჩვენ ხო ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე მსჯელობთ. არა სხვა ეთნოსებს. სახელმწიფო როცა დემოგრაფიულ პროგრამას ატარებს, ის ვრცელდება ყველა მოქალაქეზე. და ჩვენ ახლა მრავალეროვანი ვართ, მაგრამ სახელმწიფო ვერ გაყოფს ამას, იქ მოქალაქეებზე ვრცელდება ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კერძო ფონდის მეშვეობით გავაკეთოთ კონკრეტული ქართული საქმე, რომელიც მხოლოდ ქართველ ეროვნების ადამიანებზე გავრცელდება. მხოლოდ. ამიტომ ეხლა ჩვენ სანამ ამ ყველაფერს შევიყვანთ მოქმედებაში და გავაგრძელებთ მუშაობას, გვინდა რომ ესეთი ფონდი, ამას ესეთი სახელი მოვიფიქრეთ, ამას ერქმევა მომავლის უზრუნველყოფის ფონდი, მართლაც მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება. ჩვენ გვინდა აქ შევიდეს ყველა ბიზნესი, ვისაც თავის სამშობლო უყვარს. რამის გაკეთება უნდა. რაღაცას რო აკეთებს და ფიქრობ ზოგი ეკლესიას აშენებს, ზოგი სასახლეს აშენებს, ან ეკლესია რადგინდა მრევლი არ აყავს, ან ის სასახლე რადგინდა ვერავინ ვერ შეკავს შიგნით და ერთი ოჯახი რო ჩაასახლოს ბიზნესმენმა და ზოგმა 10 ჩაასახლოს და დავაწერთ იქ რომ ამადა ამ ბიზნესმენმა საზღვრისპირა რეგიონებში ქართველები ჩაასახლა და უზრუნველყოფა გაუკეთა, რა უფრო მეტი საქმე არის. ვითი ეხმარები შენ ქვეყანას და შენ მომავალ თაობას, ხომ? აი რაღაც აი ესე გვინდა ეს ყველაფერი გავაკეთოთ და რა მინდა გთხოვთ ბატონ ნიკოლოს, ჩვენ ახლა აქ სიას ვადგენთ, აქ ვინ არიან, კიდე სხვაგან. იქნება აი ამერიკაში ვინც არიან. მაინც აი სამშობლოს სიყვარული რო აქვს შემორჩენილი, ხო? ამაზე დიდ საქმეს არაფერს არ გააკეთებენ. და იქნება აი ვინც მოისმენენ, ხო? აი მე მინდა გთხოვთ თქვენ იქნება ამას გაუკეთოთ ორგანიზება ამერიკაში ვინც არიან შეძლებული ადამიანი თუ ვისაც სურვილი ექნება რომ ამ ფონდის მეპაიეთა საფრთხეში შემოვიდნენ და შენაწამები შემოიტანონ რომ აი ეს პროცესი კონკრეტულად მარტო ქართული ეთნოსისთვის იყოს განკუთვნილი რა. აი ხომ მიმიქრით ახლა რაღაცას ვერ შეიძლება, მაგრამ ამიტომ მინდოდა რომ მეთხოვნა, იმიტომ რომ აქ არიან ახლა ადამიანები, შეიძლება სამშობლო უყვართ ძალიან, მაგრამ აქ მოხვდნენ და გაკეთება უნდათ, სურვილი აქვს რომ რაღაც სიკეთე გაუკეთონ რა. კი, კომენტარებში ჩვენ საუბარს მოყვება დაინტერესებულ ხალხთა ვინაობაც, ინტერესიც იქნება და მე ჩემი მხრიდან მოვიძიებ ხალხს. ახლა მაგალითად გეტყვით, რამდენიმე 10-15 წლის წინ იყო ეგეთი კირკორიან, რომელიც არის მილიონერი, ესეთი გვარი ვიცი მე, კირკორიან სომეხი, რომელიც ადგა სომხეთში თვითონ არ დაბადებულა, მისი ბებიები თუ ბაბუები წამოვიდნენ ეს თურქული ის რო იყო მაშინ გენოციდი იქიდან გამოიქცნენ, სომხეთს იმდენად დაეხმარა, რომ როგორც ვიცი, ერთი ისა რა ქვია 500 თუ 550 ოჯახი სომეხი ჩაასახლა, დააფინანსა, მიწები უყიდა, სახლები მისცა და სოფლები შექმნა. ამ ერთმა კაცს. საცხოვრობდა ხო არ გახსოვთ ბატონო ლევან?
მე მგონი იქიდან იყო, იქიდან ლოს-ანჯელესიდან იყო მე. კალიფორნიიდან ხო ალბათ. კალიფორნიიდან იყო, მაგრამ მე გეუყვებით ერთი 10-15 წლის წინამდე ვამბობ. ხო. მე რატო ვიძახე მაგალითი მოვიყვანე, კაცი არც ნამყოფიც არ იყო მე მგონი სოფხეში, მიაშთა თავის სამშობლო რო იყო და უნდა რაღაც გაეკეთებინა და აი სხვები თუ აკეთებენ ჩვენ რა დაგვემართა რა, თუ არ მართლა ხოლმე დავყარგოთ სამშობლო. აი ეს მივუძებთ და მინდა გთხოვოთ რა ყველა ვინც მოისმენს, იქნებ დაწეროთ ვინა და მისამართი კონტაქტი და ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ და ოფიციალურად ჩაერთვებიან ამ მეპაიათა საბჭოში და თანამონაწილენი იქნებიან სამშობლოს რეალური გადარჩენა ეს არის. თუ აი თუ გვინდა მართლაც ვისაუბროთ პრობლემაზე რა. რეალური გადარჩენა ეს არის. ბატონო ლევან, უღრმესი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის, იმიტომ რომ ირანზე ძალიან კარგი ანალიზი დადეთ ფაქტობრივად და დეტალებში და ბუნებრივია საქართველოს რო შევხებოდით, არც გამოვიდოდა, არც იქნებოდა მართებული და ახლა ვინ არა თქვენ ამაზე ყველაზე კომპეტენტური ბრძანდებით, იმიტომ რომ თავის დროზე სამხრეთ საქართველოში ბევრი რამ კარგი გაქვთ გაკეთებული და მოხარული ვარ, რომ დღემდე ზრუნავთ და დაინტერესებული ხართ ამ თემით. გაიხარეთ ბატონ ნიკოლოზ, ეხლა ირანის არ იყოს იმათ ის რევოლუციის გუშაგები აქვს და ჩვენ მოდი დემოგრაფიის გუშაგები შევქმნათ და დავდგეთ ჩვენი ქვეყნის გვერდში და ნამდვილად. გაიხარეთ, დიდი მადლობა წარმატებებით. დიდი მადლობა, გემშვიდობებით ბატონო ლევან და მაყურებლებს კიდე გთხოვთ, რომ ვინცაც დაგაინტერესებთ ეს თემა, ბუნებრივია კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და ძალიან გთხოვთ გააზიარეთ, იმიტომ რომ მადლობა და განვეწყოთ სამშობლოში დასაბრუნებლად. აი ეს რო განვეწყობთ ეს არის ყველაზე მთავარი. გაიხარეთ, წარმატებებით. კარგად.